მოგესალმებით ყველას. უცებ გავაკეთე პატარა ინტროს, იმიტომ რომ დიდი პაუზა გქონდა. პოდკასტი როგორც იცით, კაიხანი გაჩერებული იყო გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ განვაახლოთ გარკვეულწილად ეხა ვინც ხავს სტუმრად რა. ანუ პირველ რიგში მინდა რომ გითხრათ რომ პელია ჩემი სტუმარი დღეს. დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან გაგიხარდებოდათ. პელე, მოგესალმებით, ძმაო, როგორ ახარ გითხარი ჯერ. მივესალმები ყველას. მე მშვენივრად ვარ, რავი, თქვენ როგორ ხართ? საკაიფოდ. ეხლა მე პატარა ინტროს გავაკეთებ და ავხსნი კიდე რამ დააჩქარა დამატებით პოდკასტის დაწყება რა. შენმა ბეთლმა იანგთან. იმიტომ რომ მე დავწერე Facebook-ზე პოსტი რომ მეთქარი, ანუ რაღაცა მოკლე შეფასება გავაკეთე და მე ვთქვი რომ მეთქი ნუ აი უფრო მეტის ჩაშლა და რაღაცა ან რეაქციების ვიდეო უნდა გავაკეთო და ამ პოდკასტში ვეცდები მეთქი ეს თემები გავშალოთ მეთქი და ძალიან ბევრმა ადამიანმა ეხლა მე ზოგადად არ ვაქტიურობ Facebook-ზე რა, მაგრამ იმ ალგორითმიდან გამომდინარე რაც მაქვს საკმაოდ დიდმა რაოდენობა მოითხოვა რომ აუ ბაზარი არ არის და გაასწორებს გაშალეთ ეს თემა და ასე შემდეგ. შენი სტუმრობა ძალიან გაუხარდებოდათ, იმიტომ რომ ერთი ესე დაკვეთა ეგეც იყო. ხო და მე გადავწყვიტე რომ მეთქი დავიწყებ. ეგეთი მაგარი ბეთლი იყო, ესე უყურეთ და თან ისედაც რა ეხა მინდოდა უკვე დაბრუნება, იმიტომ რომ ბევრი ისეთი თემა დაგროდა, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენს და გაინტერესებდა და მეც თან მენატრებით ხომ, ანუ სასიამოვნო პროცესია რა, არ არის ათვილი ეხა გააჩერო პოდკასტი, იმიტომ რომ მაგასაც ეჩვევი და ქსიამოვნებს რა მოკლედ ეს პროცესი. მიხარია მოკლედ რომ დავბრუნდი 37 პოდკასტი არის დღეს, როგორც ხედავთ, ბარემ ეხა იმასაც შევიმჩნევ რომ სხვა სტუდიაში ვართ, აღარ ვართ იქ და თქვენ შეამჩნევთ ეხა ამას. გადმოვედით ახალ სტუდიაში, აქ კიდე სხვა პროექტებიც იგეგმება, ასე რომ channel-ზე იაქტიურეთ, რა თქმა უნდა, subscribe-ი გაუკეთეთ და ასე შემდეგ, დალაიქეთ. და მოკლედ ილოს პოდკასტი დაბრუნდა მეგობრებო და თან დაბრუნდა როგორ? პელია სტუმრად, რომელიც კარგად არის როგორც გვეუბნება. გადავიდეთ ეგრევე თემაზე და რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა კითხო ბეთლზე. მერე გადავალთ უკვე სხვა თემებზე ისეთზე როგორც არის ალტერნატიული ლიგა, რომელსაც აპირებდით შენ და ბანი და 1000 თემაა კიდე რომელზეც შეიძლება საუბარი. პირველ რიგში მინდა ბეთლზე კითხო და აი ქრონოლოგიურად მინდა რომ გავუყვეთ რა. და იმედია ახლა ხალხი არ მეტყვის რომ ეს საით მიყავს თემა ჯერ ეგრევე არა. მე მაინტერესებს შენი მოსამზადებელი პერიოდი რამდენი ხნით ადრე დაიწყო, აი ესე რომ გავუყვეთ ქრონოლოგიურად, რამდენი ხნით ადრე დაიწყო და როგორ მიდიოდა ეს პროცესი რა. აი ხა ზუსტად შემილია აგიხსნა რა. თავიდან როცა დავგეგმეთ, ეგ ბეთლი უნდა ჩატარებულიყო 10 დეკემბერში. და მეც ანუ მაშინ ვიფიქრე რომ 15-ში დაბადების დღე მაქვს, მე ახალი წლები მოდის მე ხვაზე ხარ რა დაივიწყე რა მაგ პერიოდში ბეთლზე მომზადება და რა დროს იანგმა იქზე იფიქრე ხა იქ რაღაც სადღაც რა შეცდომები დაუშვია რომ გაურიცვა მე და ან სინამდვილეში რაღაც ბარკალი გიჭირავს ხელში და ხაჭაპურით რა ხო და ანუ რაღაცა მუღამი აღარ იყო თუ რაღაცა რა და ვიცი რომ თვითონაც ეგრე იყო რომ მე კიდე გადაიდო რა სამჯერ გადაიდო თუ რაღაცა რა და ბოლოს აი მოქმედა მაგან თქვენზე რომ აუ თუ რაღაცა მუღამის დაკარგვის პონჩი ხო და მომზადებას დაეთყო ეგა რომ მუღამი ისეთი არ ქონდა რაღაცეებში დაეთყო რა იმასთანაც ხო არ იცი იანგთანაც არ ვიცი მაგრამ ანუ ის მომენტი არ არის ეხა ზოგს თუ გონია რომ ახლა ერთმანეთთან ვეცი ყო რაღაცა ის ერთი თვე გამარჯვებას არ ვეუბნები და რაღაცა რა არაფერი ჩვეულებრივად და ხო იმასაც ეგ მომენტი ქონდა რომ ხო აღარ მინდაო რა ეხა ორივე უფრო ვიყავით იმ მუღამზე რომ აი ტრეკები გავაკეთოთ და რაღაცა რა ერთად არა ზოგადად რომ ეხა ამის გაკეთებას მირჩევნია რომ ტრეკები გავაკეთო რა მაგმოძე უფრო იყავით ხო მაგრამ აინც მოხდა რომ უნდა შემიგარიო. კაი და მოსამზადებელ ეტაპზე რა ყოფილა ისეთი მომენტი რომ აი მომენტ რომ ან იჭედებოდი ან რაღაცა ეჭვები ხო არ ქონდა ესეთი რაუნდი მქონოდა პირველი ან თქვათ ვაფშე რამე ბარიერი იყო თუ არა ის რომ ანუ შენ როგორ უყურებ ვაფშე მაგ საკითხს რა ბეთლზე ბოლომდე მოსულა ტიპზე ყველა როგორ არის იცი ბოლომდე რო გაუტრაკო რა თვითონ რამდენადაც გაძლევს მაგის საშუალებას ისე რა ანუ ჩემი აზრით ბევრად მაგარი ჩაჭერების შეიძლება ტიპი რომ მართლა პიროვნულად გეზიზღებოდეს რა იმიტომ რომ რამე ხოზე ხარ ბეთლია რა
ნუ რაღაცა საზღვრები მაგასაც აქვს. მაგრამ შენ შეგიძლია ისე ლამაზად და ოსტატურად ისეთი საშინელება უთხრა, რომ პროსტა პრეტენზიაც ვერ ექნება რა მაგაზე. მაგრამ იმიშკასთან არ მქონია ეგ თემა რა, ეს არის ხაცები ვიღადავის ხოვაზე ხარ და მაგაზეც მე ხარ მაქვს Facebook-ი ვაფშე არ მაქვს არ სკროლავ და რაღაც არ ვაფოლოვებ რაღაცა ინფორმაციო არხებს და რამე, მაგრამ რავი რაღაც პონჩი არ გამისწორდა ეგ რა აჟიოტაჟიც იყო, ბაზარი არა ვიღაცები ჯიგრები არიან რაღაცა ხარდაჭერა, მაგრამ კაკრას ანუ ეგ მაგ კულტურასთან ვინც არ არის ახლოს და გონია რომ ანუ ბეთლრები ზოგადად ისეთი რაღაცა რაც ეგრე ახლოს უნდა მიიტანო გულთან არ არის ჩემი აზრით ეგრე რა მოდი ჯერ გაერკვიე რას უყურე ახლა რა ოკეი ვინც კულტურაში არ არის ის ვერ ხვდება ბოლომდე რა არის თემა რა ანუ მე და მიშკამაც ვილაპარაკეთ მაგაზე რომ ანუ ზოგადად ეხა ეგრევე ამერიკას იმიტომ მივახტი რომ ეგ ყავს იდეაში რაღაცა ათვლის წერტილი რასაც უნდა შეედარო რა ხარისხი თუ გინდა რა იმიტომ რომ ყველაზე მაგრა ეგენი აკეთებენ ამერიკა რო უთხარი ეგ აჯვი ამერიკაშიო თუ რას არა რაც გულისხმობ რომ ამერიკაში თუნდაც აი დასავლეთ ევროპაში რა რაც არის underground-ი სოფლიოს დიდ ნაწილში რა ჩვენთან არის ყველაფერი პირიქით მეინსტრიმი ხო მაგალითად თუნდაც ბეთლრები აიღეთ თუნდაც ეს რეივი და რაღაცეები მარტო საქართველოში არის მეინსტრიმი ყველგან არის underground პონტი ეს ყველაფერი და მეინსტრიმი აქვს თორე ხო იმიტომ რომ პერიოდი არ იყო რაღაცა ბეთლრები კონკრეტულად ხო და ანუ მარტო საქართველოს არ არის რა ეს პოსტ საბჭოთა ქვეყნები რო ავიღოთ რო გადახედო ხა გინაც რუსულ ბათლებს იქ ყაზახებსაც აქვს ყველას აქვს თავისი და მაგარი პოპულარულია ხო კი დაჟე აზერები იყვნენ მგონი ქელე ლიგ ბეთლ ლიგ არის ეგეთი აზერული რა აზერული მე მარტო რაც მაგდანახი ადრე გააკეთა პაվել ვოლიამ და ვიღაცა ის რო იყო ვიღაც აზერები რო შაირობდნენ რა ეგეც ბეთლრებია მამეთ სუფრაზე მახტარ ijtimoya kurmayana dashtara davai до свидания TikTok такой да ეგ მოიცა რაღაცა ქვია მაგას davai до свидания არა ხო მაგრამ მაგ ჟანრს ქვია რაღაცა სიტყვა არის რაღაცა ქვია მთელი ის არის და მე სხვაებიც ვნახე მე შევყევი მაგას ვაფშე რათა ჩაუყევი და ტიპები იმენას ეს ხედან და შოუმენები არიან რომ დადიან სუფრიდან სუფრაზე და იწყე მე 6 კაცია და დიაბუდუ если она поспеет блябуду Штана женщина паспуду. TikTok такой, давай, до свидания. TikTok такой. Эй, госулда. Шайრობა. მე მან რომელი მომენტი ეგ ვიდეო ვიცი დაჟე რა მეც მაგ გარშეული მაგდონეზე და მან ყველაზე მაგარი კაცი რომელია იცი? მეორე სუფრიდან, ცოლის სუფრიდან რო არის ვიღაცა ტიპი შავებში ჩაცმული. არა, ეგ ბაბუა მაგარს რო ატრაკებს ეგ არა. მაგ იმენა სხვა სუფრაზე ის მასტი ვაფშე ამ სუფრაზე ბეცლავებიან რა. ხო, ერთი ის როლინგი. პოსლიკა ტიპი ხო, როლინგი რა, შავებში ჩაცმული ეგ ტიპი და აქენ ეს სიღერეც ხო ეწევა და ეს მიკროფონი აქ დათრეული აქედან რა უპასუხო ფიქრობს რაღაცები გაატარა ამანაც უთხრა რაღაც ხო ფრისტაილია კანჯაზემ რაღაცა ებაზრა რა და მე მგონი ვიღაცა გოგო გაიჩიტა ცოლის მხრიდან თუ რაღაცა და ამ ბაბუას იმენა ფლიპი ქონდა მომზადებული უკვე რა Ты что хочешь, Наташа, твой самолет Дубай до свидания ეგრე დაუმთავრა და ანუ მაგას მოყვა ყველაზე მაგარი ის რა. Просто აი სახელი ვერ გავიხსენე მაგას რა ქვი. რაღაცა ქვია. მე დავსრჩ შევდო ნახო ყველა პონჩი აქ სანამ პოდკასტი გვექნება რა. ბიჭო, არა, ბაზარი არ არის. ეგ ხო და ანუ ის იყო რა, ანუ აზერების ჩვეულებრივი ლიგა არის, ეხა არ ვიცი რა. და მეინსტრიმი გახდა მანდაც. კი. ანუ მეინსტრიმი კიდე რაში იგულისხმება, იცი რომ ეხა ამერიკელები როგორც ბათლაობენ, ეგ როგად გედა ვიღაც შენ მშობელს ანახო ხოლმე ხარ რა ხდება ვაფშე რასთან გაკო ურთიერთობა შეგეკითხება რა რას იძახიან თორე და აქ როგორი პონტი არის იცი ვიღაცა ქალს ბავშვი გამოყავს ბაღიდან და ვაი მე დღე და ღამე მაგას უყურებთ და ანუ შენ ფიქრობ რომ ანუ ის რასაც მე ვაკეთებ იდოქში ეს კარი ზის და უყურებს ხო რატო არა თან походу ნეგატიურადაც არ არის განწყობილი რაღაც პონჩი რა და საუნდჩეკი რო გქონდა ეხა მაიკთან რა 3 რაუნდი გავიარე რეპეტიცია
ეს დამლაგებელი ქალი მოდის ცოცხი და რაღაცა უცნაური სიმღერა იმღერეო რა. ეგ როგორი პონტი შენ არ გაგიკვირდეს მაგრამ რო ეხა ქუჩაში ვიღაცა ქალები გაიჩითონ აი ესეთი რა რაღაცა ასაკშეთის ქალი და თავის შვილიშვილს უთხრა ნახე გაიზდები და აი პელესავით იმღერებ ანუ ხო არ წარმოგედგინე ეხა ეს წარმოგედგინე 7 წლის წინ მაქსიმუმ ვინმე თინეიჯერს გაეჩერებინი ან ვინმე ისე ახალგაზრდა ტიპს და ეთქვა რომ პელე გენაცვალით მაო რაღაცა გიცნობის მაგრამ ეგეთ პონჩი არა მაგაში გეთანხმები რომ ძალიან მოედო ხო ხტები იმისი არ იყოს ეხა იანგმა რომ ივაჯისთან წააგო და ის ჰუკი რო გააკეთა რა smack my bitch ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა ხარ იცი როგორი ვაკელი გოგოები და ნუ აი ძალიან ხო და ანუ მაგაზე მაქსაუბარი ზუსტად და შენი ლაინი მაზიანს დავდეფო ისეთ რამეზე დაგენიზლავები რასაც ტაშ დაგიკროს ვარდისფერი ბურჟუაზიაო რა და ეგრევე ეგ მომენტები გამახსენე ხო იმიტომ რომ ხო დამოღამებული გაქვს რა ანუ ყველას თავისი რაღაცა სივრცე აქვს რა და ბაბლი თუ რაც ქვია რა და როცა ანუ არსებობს ხალხი რომელსაც ანუ იაგმაგი დიდი ხანია ევასება ძალიან დიდი ხანია ეს ტიპი რაღაცეებს ჩალიჩობს ანუ მეც პირველად რო გავაზრდე მაგრამ დამეღვასა და ანუ გავიცანი და რაღაცეები რა ანუ ვიღაცას თუ გონია ეხა რომ მე ტიპი არ მეღვასე მაგრამ რაღაცა იმიტომ რომ ბეთლი თვითონ არ ესმის რა არის ვაფშე და ვერც მოთხოვ ეხა თუ არის ისი მაგრამ შეხვდა ვიდეო და გადაწყვიტა რომ ეგრეა და გონია რომ აი გულთან ახლოს მეიტანა იმიტომ რომ შენ თვითონაც ხო იცი რომ ძალიან ბევრი აი კაი მე ვიცი მაგრამ ეხა ისიც ხო ფაქტია რომ რაღაც პონჩი გულთან ახლოს მეიტანდა ხო და არსებობს ანუ სასტავი რომელიც გაკრას ეგ ბურჟუაზია და იმას ანუ ჩართო იანგმა იგი დაევასა და ვშო დამთავრდა რა ვერაფერში ვეღარ შეეწინააღმდეგები იმ ტიპს ან რატომ უნდა შეეწინააღმდეგო რა ყველაზე ხარ პირიქით კაი პონტია თავის სეგმენტს ასაპორტებს რა შენ ავაპრო შენთან ბეთლის მერე იანგი დაასაპორტეს მაქსასტავმა არა ანუ ბურჟუაზიაში რაც ხო რა იმიტომ რომ მე ხო ვიცი ისედაც ანუ პირველად არ ხედავ რა დამოღამებული მყავს ანუ ვისევასება რა კამანდა არიან ვაფშე ხო ბოლო ბეთლი ქონა კასთან და მოიძიე რა რაღაც რისერჩი გააკეთე ხა ყველა პონჩი და მიხვდებოდი ხა არა ეგ ვაფშე კიდევ ერთხელ მაგას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ძმაო 1-6-7 წლის წინ რომ ვაკეში გოგოები რა მე თუ რაღაცა უცებ აი ჩემი საყვარელი იანგი ანუ ეხა პელესაც კაი ბარები ქონდა მაგრამ აი შენ თოს პიცა ვარ იანგის ლაინები თუ რაღაც მაგარი სტრანია იმიტომ რომ ეგეთ რამეს ნახე ბადრე ვერ წარმოიდგენდი ერთი პატარა დაკვირვება რა დიღომი არის უბანი რომელიც ტერიტორიულად როგორღაც ეკვე ანუ საზღვარს იყობს კლდანთანაც და საბურთალოსთანაც და ანუ რეალურად ეხა იქ იანგი იქ ვაჟაზე ცხოვრობს იქ რაღაც წარმოიდგინე უბანში რამდენი კლასელი ყავს რამდენი კურსელი ყავს ეზოში მეზობლები და რა თქმა უნდა ანუ და წარმოიდგინე ეხა გლდანშიც და დიღომშიც არის ეგრე მაგრამ რაღაცა ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდება რა იქ ცოტა სხვა პონტია აქ ცოტა სხვა პონტია და ეხა იქაო რეალობაში გაზრდილმა ტიპმა შეიძლება შენ ვაფშე ვერს დაგამოღამოს შეიძლება ვიღაცა ტყიური ხარ მაგისტვის ხოაზე ხარ რა ხო არა ეგ ხო და აი ეხა აი ამ ტიპს აი ეს რომ ბაცლაობს აქ რო ანახო ის ფაქტი რომ TikTok-ზე ვიღაცა ნაშები იანგმაიკის რაუნდზე ვიდეო იმებს იღებენ არ დაიჯერებს ეს ტიპი მაგას ხო იქ არა ნახე მანდაც როგორ არის ოღონდ შენ ეხა კი ამბობ რომ underground-ი და რამე მაგრამ რო ავიღოთ თვითონ ამერიკა რა მან ყველაზე მეტად თუ რამე მეინსტრიმში გასულა ჰიპ-ჰოპ ბეთლერებიდან რა იყო როცა ემინემის დაორგანიზებით მოხდა დიდი რინგი და ნუ იქ იყვნენ და იქ ჰალოვდნენ და ჯო ბაიდენს შეყვნა ბაიდენს რაღაც ბადენ ესე ითქვება რა ნუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არა ხო და ანუ რატომ ვიცი რომ ეგ მომენტ მაგარი ისეთი რეიტინგული პონტი გაიჩნდა ყოველ შემთხვევაში ყველაზე აი ზემოთ ამოტივტივდა ანდერგრაუნდიდან ხო მაგრამ მე რეპი მაშინ მაგრამ ეხლა ხო ანუ ბიჭო მანდაც ისედაც უკვე მოხოდილი ტიპები აბათლავეს რა ხო ვინც ისინი არიან რა ლეგენდები თუ რავი ტოპ ტიპები ხო მაგრამ ეგ ივენთი არ გამისწორდა ზოგადად რა იმიტომ რომ რაღაც ან ჯერ ლიმიტი რაც უნდა თქონდა რა რაუნდებზე რო აჩუმებდნენ ტიპებს და შეო გაუთიშეს და დასამთავრებელი აქვს რაღაცა და არამთავრებინებს რა იცი რატომ მოხდა ეგ აი რაც შენ გქონა ეხა პოინტი იმაზე რომ თუ კულტურაში არ ახარ გვერდიდან ისეთი პონტია მიუხედავად იმისა რომ ემინემი როდესაც თვითონ იყო ბეთლ რეპერი ემინემი ხო არ აკეთებდა მის აკეთებდა მაგის მაყუთით კეთდებოდა თქო მაგრამ როის და 5-9 და ნუ კიდევ ვიღაც სასტავი პროდაქშენი აკეთებდა ამას მაგრამ ის მუღამი ვერ აქვს
რაც აქვს, როცა ის ლიგა აწყობს თვითონ, რომელმაც დაიწყო აი ესე VHS-ის კასეტებიდან გადაღება რა, ბოტასების მაღაზიაში რო ტიპები მორდა-მუქი და ვიღაცები რო ატრაკებდნენ და ისინი სხვანაირად აკეთებენ, რამეთო რომ ნიშნულობა აქვს, პატარა სივრცეშია ბეთლი თუ დიდ სივრცეშია. ეგ იცი როგორი მომენტი არის? აი დაჟე YouTube-ზე დევს კიდე აი URL-ამდე და იქამდე ჯერ ის რო იყო grind time-ი იყო რა. და 1-2 აკაუნტებიც იყვნენ მაშინ რა. და grind time-ში დაჟე disasters და იმას უბაცლავია თვითონ KOTD-ის ჰოსტი ვინც არის რა. ვისი ჰოსტი? KOTD-ის ჰოსტი, ანუ რაღაც ხო რა, ეგ ძირითადად ბიძე freestyle battle-ებში და რაღაცეებში გამოდიოდა რა. მაგრამ disaster-თანაც რაღაც ამერიკა, კანადის ფონში ნაბათლავები აქვს და ანუ დაჟე ის პერიოდი არის რომ part 1, part 2 და part 3 დევს, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ვიდეო კამერა არ ქონდა ტიპს თუ YouTube-ზე არ იყო იმის ხოდი რომ 15 წუთზე დიდი ვიდეო აგეტვირთა რა და მაგ ტიპებს ისეთი მინიმალურიდან აქვთ დამოღამებული რაღაცა პროდუქტის მიღება რომ მაყუც რომ ისცემ უკვე დაჟე იმ მაყუც გადაგიტეხავს და ისედაც თესლობას გააკეთებს რა. ნუ არის ისეთი შემთხვევები, როცა მაგალითისთვის ეგეთ სიტუაციაში უფრო მეტად შეუულიათ ტიპებს და მე დიდ მასშტაბებს თავს ვეღარ ართმევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგრე იყო. თვითონ ის კონკრეტული ნაწილი ბეთლის რაც არის რა, ისი აკეთებენ, რომ გარკვეული სეგმენტის იქით პროსტა ვეღარ მოთხოვ ვინმეს რომ თუნდაც მაგდენი ესმოდეს რა. იმას კი არ ვიძახი რომ დედამიწის უმეტესობა დებილები არიან. Просто აღარ არის ხო რა ოკეი გვესმის ზოგს ვაფშე არცალია სამსახურში მიდის ხო ხდები რა და ვიღაცას თქვა ეს არ მიაჩნია რა ანუ ზოგს ვაფშე არტადაც არ მიაჩნია და სპორტად მიაჩნიათ ლამის რა ანუ და ვინც თუ გევასება მოკლედ თუ არ გევასება ანუ იმაშიც გეთანხმები რომ ვინც ხო რა ანუ ეგ არის რომ თუ ამაში ეხლა ნახე ეს იცი რომ რამდენი ამაზე ნაფიქრი რომ ესია გადაღებული ანუ კამერამენის მუშაობა ცალკე კაროჩე ენერგეტიკა რაც არის იქ არ უნდა დაიკარგოს ჰაიპმენები არიან ცალკე გაწერილი დრამატურგია და აი ძალიან მაგრა აქვს რა ყველაფერი დამოღამებული მაგას ვინც არის აი უმეტესობა ეგეთი ლაივ ივენთების ის ვინც არის ოპერატორი რა ეგ მაგ ტიპს აქვს ისა რა ქვია სტრიმები აქვს ხოლმე სადაც რომელიმე ბეთს არჩევენ ეგ და კიდე აი ეგეთი ტიპები რა, ოღონდ აი ტოპ ტიპები დიზასტერი ზის ხოლმე იქ და ანუ ყველა იქაური ისეთი როჟა, სუპერსტარი ეგ ჰალოუდ დან და ვიღაცები და ერთად მერე ბაზრობენ ამ ბეთლებზე რა, ხო ხდები ანუ რა ხდებოდა ამ ბეთლებზე და რამე ეგ ტიპი ყვება ძმაო, როგორ იღებს და რეების კეთება ავოკადო ქვია ტიპს რა, ანუ AK ავოკადოა და ნუ აი ძალიან რთული რამეა, მაგრამ ნუ ამ ტიპებმა ხო იციან რა ყველაფერი, იმიტომ რომ აქედან მოდიან და ისეთი თემა. კაი, ბეთს რო დავუბრუნდეთ უშუალოდ. ეხლა შენ თქვი რომ ხალხიო ვინც კულტურაში არ არისო, ისინიო მათ მიაჩნიათ რომ აი გულთან ახლოს მისატანე, აუ რა უქნა ტიპს და რაღაცეები. არა, რა უქნა ტიპს გასაგები არის, მაგრამ გასაგებია, ხო. მაგრამ შენ არ ფიქრობ რომ რაც არ უნდა ეხა იანგმა მე მგონია რომ მაინც შეეხებოდა. პროსტა გამოცდილება მისი და ბეთლებში რახან უკვე ბერჯერ იყო და კულტურის ნაწილშია და ასე შემდეგ, პროსტა იმუნიტეტი ექნება იმისი, რომ ისე არ იყოს, როგორც შეიძლება პირობითად 10 წლის წინ ყოფილიყო რა. მაგრამ შანსი არ არის, არ მიიტანო ეგ. და ხო ხდები რა და მოდი რას კითხავ, იცი შენ ელოდებოდი შენ პონჩი, აი რომ მორჩა ბეთლი. აი მოდი გავუყვეთ რაუნდების პონჩი დაჟე რა. რამდენად კმაყოფილი ხარ სამივე რაუნდით. აი შენ თავზე რო იბაზრო რა, რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა შენ რაუნდებში. რავი არა არის ვაფშე არც მიფიქრია მაგაზე და არ მაქვს ინფორმაცია რა. ანუ ზემგედია ვიბაცლავეთ და იდო დაჟე არც მინახავს ვიდეო ანუ უყურებ ხოლმე ისე შენ ბეთლს? არა, საშინლად არ მევასება. მართლა? არა, ვერ ვეგუები. მეც ჭირდა ეგ ერთი პერიოდი, რომ აი დაჟე როზი ვარ და აი ჩემა ძმაკაცმა რა მე ჩემი ტრეკი რო ჩართოს ეგრევე რასაკეთებ მეთქია. არ გევასება. მე მჭირს აი რაღაცები ჩაურთიეთ ჩემ ცულს ადრე რაღაცა პროექტებში მიმღერე თუ რაღაცა და მეთქი პონტია, პროსტა თუ მე აქ ვარ, აი შანსი არ არის, იმიტომ რომ აი რა უნდა ხნა მაგ დროს რომ ვიღაცას ჩართული აქვს და შენ ზიხარ და ხო მე ვიწყებ ბაზარს ნერვიულს, ისტერიულს, რომ გადავფარო რა ის რა. ის მომენტიც არის, რომ ზოგს ახლა არ ევასება მაგალითად ვიდეოში თავისი ხმარო ესმის. ხო, ეგ იმიტომ რომ თან მაგრა იცვლება რა, იცვლება ან რავი შეიძლება ეგ არის ეგეთი ამარა, ხო. აღიზიანებს ბაზარია. არა მე ისე თქვა მე ისე ემოციურად როგორ აი ბეთლები რომ მიდიოდა აი პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი, აი მესამე რაუნდი გზაში იყო ისეთი რამე რაც აუ აქ ხაია დამემართა,
და ან თქვათ რა მოლოდინი ქონდა რომ ვიგებ ან მოვიგე იმაზე იმის ფიქრის მაგივრად რომ აი რამე შემეშალა თუ რაღაცა პირიქით იმას ფიქრობ ხოლმე რომ ძალიან კაი რომ 22 მაგდენი არ შემეშალა რა ყველაფერი კარგად დასრულდა ეხა ის არაფერი არა ეხა რობოტი არ ხარ მაშინ ჩაწერე სტუდიურად და YouTube-ზე ეგრე რომელიმე რაუნდზე შეგიძლია თქვა რომ უფრო მოგწონს თუ აი პირველი რაუნდზე პროსტა ძალიან ყველას პირველი რაუნდი აქ ხა ლამის დაჭრილია ცალკე კიდე და აი სოციალური ქსელი არ დარჩა სადაც რო ვსკროლავდი ერთ პერიოდში და სულ ეგენი იყო რა და შენ პირველი რაუნდის მერე ანუ რამდენად გეხმარა ის ჰაიპი იმაში რომ მე შემდეგი რაუნდები გაგეძელებინა იმიტომ რომ მე გამიჩნდა ისეთი შეგრძნება რომ აი მაგაზე იცი რა პასუხი არის არ ვიცი იცი რატო შენი კურსასმენები რო გიკეთია ხალხის რეაქცია ვაფშე არ გესმის რა ხდება შენ პროსტა ბაზრობ და მაგ შენ პანჩლაინზე დაიყვირეს თუ გაგინეს არ იცი შეიძლება ხმაურია ისეთი რომ რაღაცას ტყუილა ბაზრობ ხა და არავის არ ესმის არ იცი რა მურდალია არის ისეთი რამე რაზეც აი უკანა იმინდა რომ გადაიხედო იტყოდი რომ აი ეს რომ მეთქვან თქვათ რაღაცა აი ეგ ხო საუკეთესო არგუმენტები ხო მე გახსენდება რომ იშლებით კაცო ხო ეგ ანუ კლასიკაა ეგ ხშირად ხდება ხოლმე კაი მოდი კიდე გადავიდეთ ჟიურის შედეგზე შენ რომ მორჩა ბეთლი ელოდებოდი რომ შენ მოიგებდი ან რამე იმედგაცრუების პონტი ხარ ყოფილა თუ აი 50-50-ზე ვიყავ აი არ ვიცოდი არც მე იმიტომ რომ ბიჭო როგორი მომენტი იყო იცი ანუ ის განცდა არ ქონდა რომ ან ვიგებ ან თქვა ვაგებ თუ მაგ დროს მაგაზე ანუ ეგ განცდა რომ ქონდეს ჩემი აზრით ჯერ ინფორმაცია უნდა ქონდეს რის საფუძველზეც ეგ განცდა გექნება რა და ის მაგალითად არ ვიცი იმაზე ვიდეოში არ იყო ეგ მაგრამ რაღაცა ფრისტაილები იბაზრა აკაპელა რა მაგრამ ვიდეოში მგონი არ არის ეგენი თვითონაც თქვა პოდკასტში მგონი რომ ამომიჭრესო ფრისტაილებიო რა რიბათლის პონტი ქონდა ხო და რავი ჩემი აზრით ანუ თანხმდებიან ხოლმე რა ანუ მოგწერს რომ აი ეს რაღაცა რო ამოვჭრათ თანახმა ხარ და არ ვიცი თუ არ შეუთანხმდეთ რაღაც მაგრამ ჩემი აზრით უფრო იმიტომ იყო ამოჭრილი რომ საბოლოო ჯამში საერთო პონტიდან რაღაც ამოვარდნილი იყო რა არ იყო ის რაღაცა გასაგიჟებელი ფრისტაილი რო უეჭველი უნდა აი მაგითი იგებდა და აი ფლიპი ხო იცი ესეთი რაღაცა ან ძალიან მაგარი უნდა იყოს ანუ ვაფშე არ უნდა იყოს რა ხო იმიტომ რომ შეიძლება მაგარი ხაია და გემართოს და მეც ანუ რომ მინდოდა პასუხი რა რომ აბა ფრისტაილით მეც უპასუხო რაღაცა იქნება რამე მოვიფიქრო ფიზიკურად არ მესმოდა რას მებაზრებოდა ტიპი ну არ ვიცი რის იბრალია ყურსასმენის არ ვიცი არ ვერ ყვევი ტექნიკურად მაგ კამერებში და მიკროფონებში რომ რაღაც აზრი გამოჩნდეს მაგაზე მაგრამ გესმის რომ რაღაც გებაზრება სიტყვებს ვერ არჩევ და საბოლოო ჯამში არ გაქვს მასალა რაც ეგილია უპასუხო რა და შესაბამისად ისიც არ იცი მოიგე თუ წააგე რა იქნება მაგარი რაღაცეებიც გებაზრა კაცო ხო არა ის არის რა ქვია ტექნიკური ამბავი თუ გამართული არ იქნება მაგრამ იმოქმედებს არტისტის კონფიდენსზე რა ანუ პირდაპირ კავშირში არის როცა გამოაცხადა ჟიური შენ აი ხა როგორ უყურებ მაგას რამე არის ისეთი რომ აი პირობითად არ ეთანხმები რა ხა მომენტ ჟიურის რომელი შეფასება ისეთი შეიძლება გაიხსენო რომელსაც არ ეთანხმები ან მიგაჩნია რომ არ იყოს სწორი თუ რაღაცა მე აი ვაფშე არც ერთ ბეთლზე არ მქონია და არც ახლა არ მაქვს ის მომენტი რომ რაღაცა მე უნდა მომეგო თუ რაღაცა აი ვაფშე არ მაინტერესებს ეგ რა პროსტა ჩემი აზრით აი ადრეც ეგრე იყო რომ ჟიურის გადაწყვეტილება არ იყო ხოლმე იმდენად საკამათო ვიდრე ის არგუმენტი რასაც ამბობდა რა ვიცი ეგ ტახამაც იბაზრა დღე ანუ მაგალითად ის რომ ბევრად ისეთი რაღაცეების ლაპარაკი შეგეძლო რასაც მე ვეტყოდი ანუ შენ იმ ტიპთან შენი პირადი ზუბი გაქვს მე რა გავაკეთო ანუ მიდი და შენი ბაზრე მაშინ რა და ანუ ეგ ცოტა ანუ ვაფშე არ არის კრიტერიუმი რომელითაც ვაფშე უნდა შეაფასო რაღაცა რა ხო და კაროჩი ძალიან ბევრის პონტი იყო ის რომ თუმცა არა ის მომენტიც არის ხო რომ შენ ორჯერ შეგეშალა და იმას სამჯერ შეეშალა რა ანუ მაგას ვაფშე რა მნიშვნელობა აქვს რა აი მაგაზე მინდოდა ეხლა შენთვის მეკითხა რა ჩემმა ცოლმა რომ ნახა ბეთლი თქვა რომ შენ მოიგი არა და იანგისკენ იყო თავიდან იმიტომ რომ იანგის
გულშემატკივარი იყო ივაჯისთან. ოღონდ იმიტომ კი არა რომ იანგი კარგად იცოდა რა, ჰუკი გაუსწორდა და მოძრაობები მომენტი და თან რო წააგო რაღაცა ის გაუჩნდა რა ემპათია თუ რაღაც ეგეთი თემა. ასე რომ საშენოდ განწყობილი არ იყო მომენტ რა, просто დააინტერესა ჰაიპი რა ხან ნახა. ხო და მე თქვა რომ აი შენ მოიგე რა და ანუ თან ახლა ერთად უზივართ ხოლმე რაღაცებს ნელ-ნელა ამოღამებს რა, აი ბარი რა არის და აი ორმაგი სამაგი მნიშვნელობა სიტყვების თამაში და რამე და მაგიტომაც ანუ ტექნიკა ანუ მაგრა კიდე ვეუნებოდი ივაჯიზეც რომ მეთქე მოიგო ივაჯიმ რა პროსტა ანუ ძალიან გამართული რაუნდები ქონდა ვეუნებით ანუ მაგრამ კიდია ტექნიკა მეუნება დუხია მთავარი ხო და ანუ შემპონჩი ეგ გაუსწორდა რა და ეგ თქვა რომ ანუ ტექნიკას ეხარ ხო არ გადაყვება პონტი ანუ რა ანუ სხვა რაღაცეებიც არისო მანდ უფრო მნიშვნელოვანიო რა და ვიღაცამ დაწერა YouTube-ზე რომ დევს თლიანი ბეთლი PvP-ს ვიღაცამ დაწერა რომ რეპ არ არისო რა მაგრამ ბეთლი არ არისო მარტო ტექნიკაო და ძალიან ბევრი ლაიქები ქონა და მაგით უაგდებს პირველ კომენტარად რა აბა აიამაც ეხა ფეხებზე არ კიდია ტექნიკა მაგაზე რა იყოს ეხა UAG გამო და აიამად ყველას გადაუბლის ვაფშე მაგაზე მარტო ეგრო იყოს ბაზარი არ არის ხო მაგრამ ნუ ამათან კიდე აი გარი რა კაპელა როა კიდე სხვა ის არ რა ქვია უღამიეთ და ამიტომ შენ როგორი ტიპი არის აი შეფასებაში რა ობიექტურად რო ავიღოთ შენთვის რა არის მთავარი რა პონჩი ვიძახე იცი ანუ ტექნიკაზე შენ აგააკ ამხელა ანუ ანიჭებ ნიშნულობას სათანადოს აი მაგ არგუმენტებს შენი აზრით რაღაც ადგილი ნამდვილად უკავია რა ანუ ტექნიკა არ არის მაინც და მაინც დაბლ ტაიმში დაიკითხო და 400-იან ბარში რო აჩატენო ემინემივით და ანუ ტექნაი ბევრმა ანუ ვისაც თვითონ რეპი არ გაუკეთებია იმან არის ის რომ აი ეგრე ემინემივით გარეპვა არ არის იმდენად რთული შე როგორც გგონია პირიქით შენ უნდა იცოდე ნელა გარეპვა როგორი რთულია ეგ შეიძლება უფრო რთულიც არის კი იმიტომ რომ მე ყოველთვის ეგრე აღვიქავდი რომ აი ნასი მაგალითად ჩემთვის ოდნავაც არ არის უფრო მარტივი ვიდრე ემინემი რა ხო და ემინემი კიდე სხვა პონჩია გენიალური რომ ორივეს ერთად ახერხებს და ეგ ცალკე თემა ამიტომ ემინემის დაკნინების პონჩი კი არ ვამბობ მაგრამ ჩემთვის აი ტექნაინი რო უბერავს ეხას რაღაცა თუ ხომ იქნება ჩემთვის დაახლოებით იგივე ანალოგია გიტარა რა აი ვიღაცები გიტარაზე რო რაღაცებს რო აკეთებენ ანუ უფრო ადვილია რეალურად იმიტომ რომ მაინც სპორტივით არის და თითების სიმაზეა რა და ის უშუალოდ აი რომ ისეთი პარტია შექმნა რომელსაც დუხი აქვს მოაკ ენერგეტიკა აქვს ხო ხდები და რა სული შთაბერო რა არის უფრო რთული იმიტომ რომ მინიმალისტულია და ძალიან ის არის რა და იმეებში კიდე უფრო ის არის. ხო, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი უფრო სხვა რამეა, მაგრამ ტექნიკას არ. ეგ იყო, რომ ჩემი აზრით ზაზანოზაძემ დაამოყამა პირველმა ეგრო იმის გარდა, იმ ფაქტორის გარდა, რომ აი რაღაც სოციალური თემატიკა მაქვს, რაღაცეებზე ვატრაკებ ჩემი სათქმელი მაქვს, რა ვიწერა ვიცი. დაამოყამა, რომ აი სწრაფად რო გარეპავდა, პროსტა ვიღაცეები ხვაზე ხარ რა. რა მაგარია გასაგები, მაგრამ ნახე რას უბერავს რა, ეგ მომენტი არის და იქ ამერიკელებს არა აქვთ ეგ ნახე რას უბერავს რა პული მიოტივით აყრის და რაღაც სხვა პრიორიტეტები არის უფრო რა. კი, იმიტომ რომ იქ ანიჭებენ ძალიან ბევრ რაღაცას მნიშვნელობას რა. ანუ არიან ტიპები, რომლებსაც კარგად შეულიათ მაგალითად შექმნან ისეთი რა box office track-ი რაღაცა ძალიან გაყიდვადი, კარგი ჰუკები, ალღო ხო ხდები რაღაც რა და არიან ტიპები, რომლებიც ეხა უბრალოდ ნუ ძალიან აი king-loss-ი რა, აი არა აქვს ეგეთი ტრეკები, მაგრამ აი freestyle-ი გინდა რაღაცა აი რო გააღვიძო ტიპი beats-ზე დაგისვავს რაღაცას, მაგრამ რეკორდს ვერ აკეთებს ისეც რა. როგორი განსხვავება არის ჩვენ შორის, რომ ჩვენ ვაფშე აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა რეპს კიდე ახალი ჟანრები დავამატეთ რაღაცეები, რაც იქ არ არსებობს რა. მაგალითად რაღაცა მოწყენილ ფორტეპიანოზე ტრეკი რაღაც ისეთი ტექსტით, რომ შენ წახვედი და მე აქ დავრჩი ჩემი გული წაიღე მე არ დაგანებებ თავს. არა, ეგეთი. არა, ეგ ჩაულებრივი ის. ტან ეგეც მოწყენილი პიანინო. ეგ პროფესიონალურად იყო რაღაც შეფუთული ისე და ანუ რაღაც თავისი ბლატატა ქონდა რა. მაგრამ ბალადა იყო, რეპ ბალადა. ანუ ისე სვატიპს რეპ დურეგით იყო და რეპ კლიპი იყო ჩვეულებრივი რა. მაგრამ ის ტიპი, ვისაც კუსტარულად აქვს ეგ ნაჩალიჩარი და რეპ კლიპში რაღაც ბებიამისის ნაქსოვის როლინგით და ნიუ ბალანსებით იჩითება და ხო ხვდები რაზე მაქსოვარი რა.
და რაღაცა რატო დამტოვე თინიკო და რაღაცა ჩემთვის აღარ მოვა გაზაფხული რაღაცა იმ მატარებელიდან ბოლოს რო აღარ მოიხედე და რაღაც ეგეთი ბაზრები არის რა და ანუ ამერიკელებს ან არა აქვთ ან არ ჩანს ჩვენამდე არ მოდა მაინც მგონია რომ არ ექნებათ ეგ რა ბიჭო ეხა ჩვენთან მაგალითად რაც არის ის არის ბოდიში უკრაინელი ტიპი არის ვიღაცა იარმაკი ქვია მგონი რეპერია რა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრეკი საბჭოთა სივრცეში მაგის ის არის სერცე პაცანა წარმოიდგინე და ანუ როგორი კლიპი აქვს იცი ეს ვიღაცა ვალოძია ვიღაც ნატაშას რო ის ლოვე თუ რაღაცა კევები გახსოვს მაგას აწვდის რა და ბოლოს კლიპში აძრობს ის რაღაცა ის ლოვე კევი რაღაცა შუაშია რა დრამა ტულგიურად რა და მას ისე უყვარს რომ აი კაკრას 5 წუთი რაზერებავს იცი რო წახვედი რაღაცა ტაბლეტებზე ვიჯექი და მე ბარი გამითხრა აღარ მაქო და დამენძრა ვაფშე და რაღაცეები რა ხო არა ანუ ამერიკელებს ეგ იცი სად მიყავთ აი ეგ არის NF-ი ხვაზე ხარ რა NF-ი აი ცოტა თეთრკანიანი ამერიკელი რეპერები რომლებიც წაუემინემებენ რაღაცა მომენტში ხო და გიყვებიან თავის ცხოვრების პრობლემებზე ხო რა ქუჩაში რო სანაქსიანი როჟები რა მაგრამ თან ტექნიკურად რო რეპავს მაგითიც რო კერავს რა და მე ანუ და ანდერგრაუნდი როა თან ხო კი და ანუ რო დაველაპარაკე მე აი ხალხს რომელიც აი მსხოვრობს ნიუ-იორკში იცის რა იცნობს მაქაურობას ანუ თქვენ პროსტა ის არ გესმით თო რომ მანდრო ბავშვიო სკოლაში რაღაცას დააშავებსო რაღაცა ტრაქში წამოვარტყავენ კუთხეში დააყენებენო რა და აქ რო ბავშვი ეგეთ რაღაცას აკეთებსო უნიშნავენ კალიკებსო და წარმოიდგინე ანუ ამერიკაში და ტიპები ტაბლეტებზე იზრდებიან ჩათვალე და ემოციურად ვაფშე სხვანაირები არიან და მაგთან რაღაცა ცოტა შაუბნელი თემაც ხო უნდა იყოს რომ ოთახში მარტო მე ვიყავი მაგრამ კიდე ხმები მესმოდა და რაღაცა ჩვენ მე გამახსენდა რომ ტაბლეტები აღარ მქონდა და რაღაცა ეგეთი არა იცი რა არის მაგაში გეთანხმები ხო და ანუ მე კაკრას მე მგონი NF-ისგან თუ ვიღაცისგან მაქვს მოსმენილი რომ ამ ტაბლეტებზე ვიჯექიო და მე მის ბარი გამითხრა რომ აღარ მაქვს იტოქშიო რა და და მომეტყნაო რა არა ეხა ეგ იქაც შეიძლება კაცო მოხდეს რომ ანუ რაღაცა დრაგები ახსენონ ამერიკაშიც და ბარი გასახსენონ ხო მაგრამ ბიჭო ნახე იმათ რაღაცა სხვა პრობლემები აქვს ვაფშე რა ანუ ცინიკომ რო და მიატოვა იტოქში შეიძლება იმასაც გაუგწყდა კი რომ ვიღაც ჟასმინმა მიმატოვა მაგრამ ჩემი აზრით ეგრე ახლოს არ მიაქვს გულთან რომ ეგ ტრეკი ჩაუწერონ თუ რაღაცა რა იმიტომ რომ კომერციულად დუხი არის ყველაფერი მანდ რა რო ავიღოთ ეხა ძველი რაღაც Backstreet Boys-ები ხო ეგ იყო ხო დუხი აი ხანდელთან შედარებით მაგალითად რომელი ერთი ამერიკელი ტიპი არის იტოქში ვისი სოლისტი იყო არ მახსოვს რა Savage Garden-ის თუ რაღაცა ეგეთის რა Darren Hayes კი Savage Garden-ის ვოისა Better take me to the moon and back ხოდა could you be აი მაგტიპს როგორი ტრეკები ქონდა მაგალითად იცი აი ეგ თინიკო დამიბრუნდი იყო მაგრამ თან რგებლად ავებოდა რა ანუ თან თინიკო ენატრებოდა მაგრამ თან ბლატნო იყო კი თვითონაც ნასვამი იყო და თინიკო ენატრებოდა მაგრამ რაღაცა ცოტა ვისკი ქონდა თან ლეული და ცოტა რაღაც ისეთ ვაიბზე რაღაც თესლ სიმღერას წერდა რა და აქ არის რომ ვაიმე თინიკო ენას გადავიჭი დედას გეფიცებ კაი ჩვენთან ისეთი რაღაცებია ძმაო რომ მაგიტო ვიძახი რომ ანუ ამდენჯერ მithქოს რომ ანუ ყველაზე განგსტერული რაღაცეები ახასიათებს და სიმდიდრე რაც რეპერს უნდა ქონდეს გიეს ურამელაშვილს მეთქი რა ანუ ერთი მაგასაა კონდეს ოქროები და ესენი უკეთია ხულიგანია დაცვა დაყვება ყველგან ჩხუბობს სულ დრამაშია და სულ სკანდალშია რა მეტი რა არის მაგრამ მე რაც არ მესმის ცოტა არის ჩემთვის აი მე მესმის რომ რეპი გაცდა საზღვრებს თავის დროზე ანუ რაშიც შეიქმნა იმან თან ვითუმეტეს ემინემის მერე როცა თეთრკანიანებისთვის და განსაკუთრებით რუსებისთვის რომ вот наш блядь вот техника охуеть ეგ რუსული ბეცლები პირველი რო გაიჩიცა მანდეს რაღაცა პირველი რაუნდი ვიღაცა და იქიდან володя давай beat блядь ხო და
ის ოქსიმირონიც ამ ემინემის ფანია და ნუ კაროჩე მთელი ამბავია. მესმის რომ გაცდა საზღვრებს და რავი, ნებისმიერ ადამიანს ინდოელების რეპავენ რომ და რაღაცეები, მაგრამ პოლონელების და ვიღაცეების. გაგ TikTok-ი ინდოელი. ინდური ბეთლრები ნანახი რა. ერთი მომენტი მარტო, ერთი მომენტი ის ვიღაც ძალიან გამხდარი ინდოელი რო არის, ჩუსტები როდგან არა და ეს ტიპი რო ეუბნება რომ this is my area and I will not fuck you because your ass is full of bacteria. ბაქტერიები მან არ უნდა უკვირდეთ ეხლა მოატრაკები. ხო და ანუ როგორ შენ მე მგონი ტახამ გითხრა შენ. რაო? რომ ტაილანდურიაო თუ რაღაცაო რა. ეგ ვიდეოები რა კონკრეტული ერთი ვიდეო არის ეგრე რომ უბერავს აზიელი რა. რაღაც ეგეთი. ხო და ანუ ის არის მე ზუსტად ვიცი რომ ეგ არის ფილიპინური რა. იმიტომ რომ ფილიპინები რაღაც პონჩში ჩემ ცხოვრებაში ძალიან ადრე შემოვიდნენ. იმიტომ რომ რაღაცა ონლაინ თამაში ეძრობოდნენ ხოლმე რა და დამოღამებული მქონდა მაგათი რაღაცეები უკვე რაღაც სიტყვები და ანუ თვითონ მაგათ ანუ რომცა რეცადონ ისეთი ენა აქვს რომ უეჭველი ეგ გამოდის რა და მაგ დარგინა ბეთლრეპი გამოდის ხო? ფილიპინები ამ და მოყავე როგორი როჟები არიან რა ანუ რაღაც ყოველი ერთი წლის შემდეგ მის მსოფლიოები არიან იდოქში რა და ვიღაც საყვარელი აზიელები არიან რომელსაც ესპანელების ტრაკები აქვთ ანუ აზიელებზე ოდნავ დიდი თვალები აქვთ რაღაცა წვრილი წელი, მაგრამ ესპანელის ტრაკები აქვს. იმენა ააწყო რა. კაროჩე მიქსია რა. ხო რა. ჰიბრიდებია. და ანუ სახელი და გვარიც ეგეთი აქვს რა. ვალანგ დიაზ. რაღაცა ჩუნჩუნ გომეს. ეგეთები არიან სულ რა. ჩანჩუ გომეს. ხო რა. და რაღაც მომენტში ანუ ფილიპინურად ხო უბერავენ რაღაცა რა, მაგრამ რაღაც მომენტში რთავენ ხოლმე ინგლისურზე უცბად რა ეს კნოპკა აქვს. რომ რაღაცა ვალანგ in the stage tonight ვალანგ ინდოელებიც ეგრე შვებიან ძმაო ინდოელები რომ ბაზრობენ თან ინგლისურ სურებენ აი მაგრამ ჯარა პაპელე და but that was the best battle bet I ever heard ხო ხტები და really good battle that was when you said to Mike that you have to be careful you sold your soul for money you said that არა მე ნანახი მაქვს მაგათი რაღაც მაგდაგვარი ის რო დაუბრუნდეთ მაგ თემას რასაც შენ იძახი მე მესმის რომ გაცდა მოკლედ რა საბოლოოდ ამის თქმა მინდოდა რომ გაცდა რეპის საზღვრებს ყველგან არის სხვადასხვანაირი გახდა ბევრად მეტი მიმდინარეობა აქვს და განვითარდა მოკლედ რა გახდა რაღაცა გლობალ ძალიან მაგრამ ჩვენთან არის მაინც ისეთი რაღაცები რაც ნუ თუ იცი შენ რეპ კულტურის საწყისები, ანუ რაღაცა ვერ აკავშირებ მაგალითად იმას, რომ ქართველმა რეპერი რომ რაღაცა მორალს გიკითხავს და რაღაცებს გეუნება, რომ აბა ის და მოკლედ აბა არ ჩაიცვა და რაღაც ტრანი ისინი რა ქვია, აუ. და ანუ ეგ ცოტა ეგეც გადარემიქსებული თემაა, იმიტომ რომ რეალურად პროტესტიდან წამოვიდა, ანუ სოციალურ პრობლემებზე ხშირად მახულდებოდა და ანუ ნაღდი იყო და რაც იყო ეგ ნასა აქ ნათქვამი, რომ ანუ ჩვენ ვიყავითო ჩვენი უბნების ჟურნალისტებიო რა. ხო და აქ ეგრე არის, რომ ის კამანდა იტოქში, რომელიც ანუ რეპს ესე ყოველდღიურად არ უსმენს და კი ანუ საქართველოში არის ძალიან ბევრი ტიპი, რომელიც ანუ პროსტა ბავშვობიდან თუფაქს უსმენს და გონია, რომ მაგის გამო რეპი იცის. და ნებისმიერ თემაზე შეგედავება რა, მაგრამ თუფაკი იცის და 50 ცენტის რაღაცეები ევასება რა. და ანუ რამე რო ჩაურთო შეიძლება კი მახსოვს რო იყო, მაგრამ სახელი არ მახსოვს რა. და ეგეთმა ტიპებმა გადაგვიწყვიტეს იტოქში ჩვენ რომ აი რეპი არის მაინც და მაინც რაღაც პროტესტი არა, მაგრამ აი რაც ხდება. საწყისები იყო ეგ. ხო და ანუ აქ გონიათ რომ მე რო ეხა ტრეკი უნდა დავწერო ვალდებული ვარ რომ ეგ უქნა რა არა ეგ ეხა რანაირად 700 განხრა აქ რეპს კიდე ანუ ქანჩეს რეპი არის რა მიდი აბა უთხარი აბა მიდი უთხარი ეგ ეხა სისულელია უბრალოდ საწყისები შეიძლება ეგ იყო მაგრამ მაგის მერე იმდენი სახე შეიძინა არის გენგსტერები არის სტუდიო რეპი რომელშიც უბრალოდ ანუ აი ბოქსივით არის რა ანუ მაგალითად ანუ ბოქსი სადამდე მივიდა რომ არსებობს რუსეთში რაღაც ტელეფონის ბუტკაში ბოქსაობენ ტიპები რა ცალკე სპორტია, იმენა ტელეფონის ბუტკაში ბოქსი. ტელეფონის ბუტკაში რო ჩაკეტავენ ახლა ვიღაცა ცხოველთან, იქიდან რა ურანერად ამურდა. მაგათმა არ გამოიგონეს ეს გაზმის ჩემპიონატი და სილის გაწნა რა ბაზარია. მაგრამ ეხა ამერიკელებსაც გავუსწრებთ. კი, მანქანაში ჩხუბიცა აქვთ ბიჭო ტიპებს. მანქანაში ჩხუბი ვისა აქვს? რუსებს იასნიო ის ეკნება. სულ რაღაც სიგიჟე როგორ ემართება. მაგიტომ აქვს ის გამოთქმა რომ ხო იცი? Хорошо там где нас нет.
ანუ ეგ არის რა, იქ არის ყველაფერი კარგად, სადაც ჩვენ არ ვართო. რა მოაფიქრებინათ ახლა მანქანაში ჩხუბი რა არის. და ჩემპიონატები იმართებათ და იქ ამაზვები და აი მანქანაში. მაგრამ ამერიკელებსაც აქვთ ეგეთი რაღაცები, მაგრამ ისინი ცოტა სხვა ფორმიჩვებიან რა. ხო. ანუ სიმთვრალე სხვა აი ხა იმათ შეშის შეხვა აქვს ზატო. ბიჭო, იმათ თავიანთი ზაიობები აქვს. მაგრამ ამათ რომ მაგალითად მე ვიდეო მაქვს ნახე რუსი კაცი ცხვირით სვავს არაყსმაო. აი ცხვირით დალი არ რატო უნდა მოგინდეს ცხვირით არყის დალევა ვერ ხვდები, მაგრამ ნუ რაც არის. ერთი უბნის კოლორიტი ყავდა რა. ანუ რაღაცა ვიდეოებიც ქონდა. მე მგონი კიდე აქვს მაი ვიდეოზე, ანუ რაღაცა Jay-Z-ის და რაღაცა ის ტრეკები და ანუ პროსტა ვიდეოები გადაღებული და კლიპებად ანუ მოდიოდა ხოლმე და ანუ რაღაც კლიპის გადაღება მინდა გეტყოდა რა, მაგრამ ბიჭოს როსლი მასტი იყო რა. მაგრამ ყველაზე ხარ დაელია რაღაცა. და იქ ვიდეო არის მგონი YouTube-ზე თუ სადღაც შემორჩენილი, მაგაზე რომ ბაზრობენ, რომ ლიტრა სპირტს დალევ, არა რას დალევ, დაულევ, არა ვერ დალევ და ჩემი დედა შევიცი გავიჩხირავ, ეუბნება ეს ტიპი რა. სპირტს გაიჩხირავ, კი და გამიჩხერია კიდევაც და წარმოიდგინე. ყველა სიგიჟეს რატო მოვიფიქრებთ ხოლმე ჩვენ და. ეგ არ ხდება ხო საქართველოში? ხო. ვახჩი. არა ძმა, ეხლა როდის იყო შარშანი იყო მაღაზიაში, აღვონთ იმენა ბნის. ხო. მარკეტშიც არა რა. რა ვიღაცის 1 კვადრატულ მეტრზე რო სიგარეტი და არაყი და რაღაცები ლოთები როდგან პროსტა 20 თეთრიანი. ხო. ისე, მაგრამ ანუ სიგარეტისთვის კომფორტული ზავიძენია რა. ეგ ის არ არის კაცო 20 თეთრად რო არაყის ჭიქა და ვაშლი როდეს. ხო, რაღაცა ეგეთი პონტი რა. და ანუ რაღაც მომენტში ანუ ბაბუა ჩემის კორპუსის ქვევით არის ეგეთი რაღაცა რა. даже მაიკთან ბეთლშიც მაქნა თქვი რომ ჩემი კორპუსის უკან გურანდას ბუდკაა თქვა, იმენა გურანდა არის. რავი, მე რაც მახსოვს, ხა ერთი 20 წელია მან დაახმაღაზია რა და იქამდე ვიღაცებს ახალგაზრდა ახსოვთ ვაფშე რა. და ანუ პროსტა რატომღაც დამეზარა რა სხვა მაღაზიაში წასვლა და ცადე რომ იქნებ რამე არაყი კონდეს თქო რა დაბეჭდილიან რაღაც. და უსტარული თუნდაც. არა, შეიძლება რა კონდეს რა. ოკეი. იმიტომ რომ მან ხო იცი მაგათი დისტრიბუცია რა არის. დიდუბეში ვიყავი რაღაცეები დავითრიე რა. და უნდა გავყიდო ეხა ეგ რაღაცეები. და ანუ არაყი გაქვს თქო და პირდაპირ მეკითხება ამას რომ ჭაჭა გინდა თუ სპირტიო რა. ანუ ეს ჭაჭა გასაგებია, მაგრამ ანუ სპირტი რას ნიშნავს მეთქი რას გულისხმობ რა. იმიტომ რომ და რას ის სამედიცინო სპირტები რომ მაგას ბიჭო, ხო და მე ანუ მე რო გავედი უბანში და ვიღაცებს რო უთხარი ის მეთქი. ხო. ანუ ჯერ ხო თქვენი ბრალია, იმიტომ რომ უეჭველი თქვენ ყიდულობთ რა. ანუ მოთხოვნა მიწოდების ამბავია. მოთხოვნა მიწოდების ამბავია ჩვეულებრივი რა. და მე პროსტა რჩევა მივეცი იქ ტიპს, რომ რავი, ჭაჭას რავი ისევ სპირტი დალიე, რავი სუფთა მაინც არის, ხო. და არა, შენ გონიო სამედიცინო სპირტიაო, აბა რა. ტექნიკური სპირტიაო. ტექნიკური საავიაციო სპირტს სხვა, ანუ ვიღაცები მიდიან და ოსეთ რა დუბერა. რა სიძახი. ჭიძმა. აუ, ეგ რა პონტია. საო. საო და წარმოიდგინე ანუ რუსეთში ისეთი ჩემი საყვარელი გართობა იყო ადრე only from Russia-ს ყურება რა YouTube-ზე რუსული ფეილები და ანუ იმპაქტით ვერთობოდი რამდენად იდიოტი ერია რა. არა ისეთი ვიდეო. ანუ რა ძალიან ბევრი ვიდეო იყო, აი რაღაცა გავრკვეველ სოფელში რაღაცა სცენა, ვიღაცა მთვრალი ტიპი ogdია რო არ წევს. იქ ვიღაცა ორი მოხუცი წყვილი ტანგოს ცეკვავს და სცენაზე ვიღაც ტიპი რაღაცა ბონჯოვის რო უბერავს. I get a broken heart. და იქით რაღაცა It's my life. ხო, блядь. ბიჭო, რო დავბრუნდეთ აი ამ ამბავში. შენ და იმაზე მიდოდა მეკითხა მე თავიდან თქვი და მე დამავიწყდა მეკითხვა ალტერნატიულ ლიგაზე. მაგაზე იანგმანც კი გითხრა, მე მგონი რაღაც ერთი რაც გითხრა, რემაჩზე გითხრა, რომ რემაჩსო кай ხანიო თავს არიდებდაო და მეორე თითქოს ის პრეტენზია წაგიყენა, რომ ალტერნატიული ლიგის შექმნა უნდა დაო და ვერ შექმნაო და მე რაღაცას გადააბრალა და გადმოაბრალა. როგორ იყო? ამ ორ თემაზე რო ნახე ბეთლიდან გაქცევას რაც შეეხება რა. მე თუ ვარ ბრალდებული მაგაში. ეგ ბეთლი მაშინ უნდა მომხდარიყო, რავი, 5 წლის უკან. კაკრას აი ეს პერიოდი რო იყო, როცა რაღაც კლიპები დადო,
აი რაზეც იყო რა აი პირველ რაუნდში რაზეც ვიბაზრეთ და ხალხი რაზეც ბაზრობდა რომ რაღაც აქციები და ხო რის ჩადება რა ჩადება და ხო აღარ მინდა ეხა რა ვიბეთლავეთ მორჩა ხო არა თუ ანუ მეც არა ვიბაზრობ რა პრობლემა არა კაცო რაზეც გინდა просто ამ დეტალებში ჩასვლა და რაღაც შემეც აღარ აქვს რა არის თქვენი თქვი იმიტომ რომ ხო ხდები იქ ვიღაცეებისთვის ეხა ტყუილად ცეცხლზე ნავს და ასხავ და რაღაცეების ამოქეკვის მუღამზე გაიჩნდებიან და შეიძლება ახალი ტალღა დაიწყოს რაღაც იდიოტობის რა ხო მესმის მეორედ გამოვიწვია მე მაშინ და რა ვაფშე პასუხი არ გაუწია არაც არ ვთქვამს თუ ბეთლიდან გაქცევებზე არის ბაზარი რა შენ შეესთავაზე მას და ვაფშე იგნორში ყავდი ანუ მაგ თემაზე არ გაუწია პასუხი ანუ არ პირადად ესე არ შემითავაზებია რომ დამერიგე შენ პროსტო შენ პონჩი თქვი და ხო სახალხოდ კი ოკეი ხო რა და ფიდბექი არ ქონდა ანუ გასაგები ხო არანაირი ანში რავი იმათ თუ უთხრა რომ არაო და ჩემამდე ეგ ინფორმაცია არ მოვიდა არ ვიცი არ მოგონი ხო და ბეთლ ლიგას რაც შეეხება კი იასნია რავი მინდოდა ყოფილიყო ალტერნატიული ლიგა ხო რა და იასნია ხა მეთქი მაიკიცი ბაცლავებს რაღაც თუნდაც გაუსწორდება ბაზარი არაო ნუ მე გადავიფიქრეთ იმ პონჩი რომ არ გამისწორდა რაღაც სპონსორები ვინებიც გაიჩითნენ და ასე შემდეგ რა ხდები ანუ ისი არ იყო რომ აი პროსტა გვინდოდაზე არ იყო ანუ ხალხი ქრუ ვიყავი ჩეკრებილი საძმა კაცო ყველაფერი ეწერა რაღაც ყველაფერი დალაგებული იყო მაგრამ პროსტა აი მომიწია რომ ბიჭებო ვიშლებით იტოქში ვიშლებით რა ჩვენ არც არ ვიშლებით მაგრამ ეს ბაზარი არ გამოვა და ამის გამო და ყველა იგივე აზრზე ვიყავით რა ანუ შენ ამბობ რომ შენი სპონსორიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც პონჩი რაღაცა მხარესავით გაჩითულიყავი ხო რაღაც არა თუ ეგრე არა არა კომპანია ეგეც რავი არასდროს არავის არ შემოგუთავაზებია მაგრამ ალბათ რა ეგრე მაშინ რა გაშინებდა იმ კომპანიაში არ პროსტა რავი არ გამისწორდა ჩემპონში რა და როგორ არის იცი რაღაცა თანხამდე კი შეგილია ისე გააკეთო რომ როგორც გისწორდება მაგრამ არ გეყოფა რა ხო მესმის რასაც გულისხმობ ზუსტად ისე თუ გინდა რომ აი შენ გემოზე მაშინ რაღაცაზე ხელის მოწერა მოგიწევს იტოქში ხო მესმის რასაც გულისხმობ ხო განსაკუთრებით თავიდან რა სანამ მოხდაო ყველა ხო ჯერ სანამ შენ თვითონ არ ხარ იმდენად გათვითცნობიერებული რომ რაც შეიძლება დაგაგოიმონ ხო არა ძალიან მურტალი არის კი ეთანხმები ანუ ისეთი ჯერ მარტო იმას რო თავი გაანებ რომ არ დაგაგოიმონ ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხი ანუ ძალიან ბევრი რესურსი ჭირდება ძალიან ბევრი რაღაცა სივრცე გინდა მე მთელი სოციალები უნდა მოხდო ამ ძალიან დიდი შრომასთან არის კავშირში მაგრამ იმაში გეთანხმები რომ ხო ახლა აქ რო პირობითად შენ ვიღაცას და როგორ გითხრა რა ანუ ვინმე ისეთი ინვესტორი ნახო ვინც კულტურასთან ცოტა ახლოს მაინც არის რა აი თქვა რაღაც რეკორდ ლეიბლი აქვს და უნდა რომ ნელ-ნელა იჩითება რა აი ეგ უნდა გაიჩითოს ადრე თუ გვიან რომ ხო და ნელ-ნელა იჩითება ხო და ეგ ასწორებს ძალიან თუ ეგ გაიჩითება რა კაი ალტერნატიულ ლიგას რო თავი გამონებოთ ეხა შენ რას ფიქრობ აი მომავალში ხა რას გიგმობ შენ კიდე მაგალითად ამ ბეთლის პონჩი აკაპელები ალბათ რა აკაპელები როდის უნდა დაიწყოს მე მგონი ეს სეზონი არ უნდა დაიწყოს, მაგრამ ალბათ ეხა ვიღმეს თუ off season უნდა იმათაც აინტერესებს და საინტერესოა ზოგადად და მაინც და მაინც ჩემზე რო არ იყოს მე რომ მე მაინტერესებს თუ არა ანუ ბილეთები გაიყიდოს ამდენი ხალხი მოვიდეს ამ ხელა ორგანიზება და შენ გამოხვიდე და ყლებები იბაზრო ეგრეც არ გამოვა რა და სურვილი თუ აქვს ვინმეს რავი მიხედონ რავი მე იდოქში აკაპელა უფრო გევასება შენ ხო? ბიჭო მაგას აქვს მოღამი რა. თორე მაგას აი ხა ბიტზე აქ როგორც ბაცლავენ და ბაცლავთ მაგას ხო სტუდიაშიც ვიზავ რა ჩავწერ. და უფრო რაღაცა. ანუ ეხა ისევ იმ მოუძე გაიჩითე როგორცაც მანამდე იყავი რო იძახდი რომ იანგის და მეც ისე ვიყავით რომ ბეთლს ტრეკების ჩაწერა გვერდჩიუნაო ამ ბეთლის მერე მაინც იგივე პონჩი ხარ ხო? კი. იმაზე შენ ეხა ლაივებს აკეთებ? აი ხა ბანი მომწერა მაგალითად დღეს რომ არ გინდა მონოხოლში მაქო ლაივიო 3-ში მე მგონი და ბილეთები გააცრო რა ძალიან ორში და ძალიან გამისწორდა ხო და კონცერტი აქვს თუ ბათლი აქვს ბიჭო არ მახსოვს ორში ბათლი აქვს ბათლია კი
ვისთან აქვს? მოსკასთან. უი, მოსკასთან აქვს. როგორ ამომვარდა თავიდან, ხო რა? ხო, ორში ეგარი. ბიჭო, ხო, მოსკას უწევს ბაზარი არ არის. კაი და რატო გეკითხები, იცი რომ ამ ბეთლის მერე ხალხის ფიდბექი ისეთი იყო, რომ ძალიან ბევრმა ისეთმა ტიპმა გაგიცნო, რომელიც მანამდე შენზეა ვაფშე აზრი არ იყო. და თან არა მარტო შენზე, რომ თლიანად PvP ახლოდან ნახა. მე შემხვდა ისეთი კომენტარები, იმიტომ რომ ეგ ვიდეოები ხა მარტო რაც PvP-დან და ეგ ხო არ არის, მე ტიპებმა დაჭრეს ეს ვიდეოები და სოციალებში და YouTube-ზეც მოდებულია და იქაც არის ხალხი რა, ვინცა კომენტარებს და ანუ როგორი პონტია იცი რომ ანუ თვითონ ხალხისგანაც იგრძნობა რომ აი ვა ეს რა მაგარი პონტი გაიჩიტა. აი ეგ რა და შენ ცალკე გაუსწორდი, ეგ პონტი ცალკე გაუსწორდა და არ ფიქრობ მეთქი რომ ხალხის დამატებით ამდენი ხალხის ყურადღება შენ თანამართებაში ამის მონეტიზაციაც მოახერხო რა რომ რამე ლაივები რომ რაღაც მოვმენტი. არა, კი. უბრალოდ ანუ ჩემი აზრით მაგ ხალხმა უნდა გაიაზროს ის რომ მოდი თუ და გაინტერესა რაღაცა ჩაწვდი და ინტერესდი როგორია საიდან მოდის вообще ეს ტიპები რა შვებიან რას ბაზრობენ იმიტომ რომ შენ რომ მარტო იმითი განიკითხავ მე შენი ინფორმაციიდან გამომდინარე რა აზრი შეგექმნა ყველაფრის მიმართ ანუ შენივე თავს შეიყვან შეცდომაში რა და თუ არ გამოასწორებ მაგას ყველა ბათლის მერე შეცდომაში შეიყვან შენ თავს რამდენსაც ნახავდა არა იმიტომ რომ ანუ კომენტარები ხარ წავიკითხე ხა ჩემი მიმართ არ წყობილა არაფერი რა ნეგატიური და არ გამისწორდა მიშკას როგორც იმას ქნეს რა იმიტომ რომ არ არის ეხა battle rap ეგრე გულთან ახლოს მისატანი რომ აი შეიძლება კი ვიღაცაზე რაღაცა არ გამისწორდეს მაგრამ იმ დონემდე არასდროს არ გაუბრაზდები თუ გულთან ახლოს რომ აი ავდგე და ეხა კომენტარი უნდა დაუწერო ვიდეოში რა თან აი როგორი კომენტარი რაღაცა კოცების რუპორი და რაღაცა გეთები და მეთქი ხალხო ხო არ ისეთი ხო ეგ უკიდურესობები ყველაფერში ძალიან ცუდია რა მე მესმის ანუ ნახე ის მესმის რომ თუ ტიპი კულტურაში არ არის იმისი აღქმა იქნება სხვანაირი მე მოყვები იმაშიც რომ ძალიან კარგია რომ თუნდაც ამ ბეთლმა კიდე დამატებით ამდენი ადამიანის ყურადღება გამოიწვია და თან ისეთი მრავალფეროვანი იყო ასაკობრივი ჯგუფი რომ ისდეც ეგ თავისთავად არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ კულტურა კიდე უფრო მეტად განვითარდება უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს მაგრამ ამავე დროს ანუ იმაშიც მოყვები რომ ბევრს დაკარგავენ რომ შენ იცი რა სამობ მე როგორც მივხვდი რომ თუ მართლა მოგწონს მარტო ის კი არა მე რა ვთქვი ატმოსფერო მოგწონს, გარემო მოგწონს, ფორმა მოგწონს, აზრების გამოხატვის, ბიტთან ერთად გევასება. და ვაფშე კულტურამ და გაინტერესა, მარტო რაღაცა შენ იმას კი ნუ დაინახავ, ჩემში რომ შენი თანამოაზრე მარტო და აი ასე ხარ აუქნა ამ ხარემ იმ ხარეს თუ რაღაცა, არამედ დაინტერესდი უშუალოდ კულტურით რა. იმიტომ რომ მე მაგალითად რომ დავწერე პოსტი, მე ვთქვი რომ აი ახლა იანგთან მე მაგ ხოლმე საუბრები ვაფშე არ ვთვლი ახლა მაგას რა კოცების რუპორად და რაღაცით რა რაღაცა თემებზე მე და მაგას ვიკამათია იმიტომ რომ ტიპს ვიცნობ და ეგეთი ურთიერთობა მაქვს რომ რაღაც თემებზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ მაგრამ რაღაც თემებზე ვთანხმდებით რა ხო და მე არ ვიცი შეიძლება რაღაცა არის ისეთი რაც მე არ ვიცი და მაგის გამო ამბობენ და რავი შეიძლება მე არ ვარ გარკვეული მაგრამ მე არ შემჩნევ ეგ ნახე მაგაზე ახლა მე ვიტყვი რა და თან ანუ ნახე აი დავასრულებ რის თქმა მინდოდა რომ და მე რომ დავწერე ბეთლზე, ანუ ჩემი სტატუსი მე ვთქვი რომ ჩემი ეზრით მოიგო პელემ. მაგრამ ანუ საერთოდ არაფერ შუაში არ არის მე ვთხარი პოლიტიკური კონტექსტი რა. მაგას მე იმდენად მიყვარს ბეთლრები და თან მარტო საქართველოს არის იქაც უყურებდი და პირიქით ვცდილობდი რომ განთავისუფლებულიყავი რამე ეგეთისგან თუ სუბიექტურობა და მეთქი აი უფრო საინტერესოა რომ ბეთლს უყურებ რომ აი როგორ აბა სად ტექნიკაზე იქნება გამახვილებული ყურადღება სად შენ დუხით მიაწექი სად იმიტომ რომ შენ ეხა რომ მარტო შენ პოზიციას უყურებდე მე მაშინ ისეთი თემაა რა შენ შეიძლება სუსტი რაუნდი კონდეს იმიტომ რომ ასთაწყობა არ ქონდეს აკაი ბარი არ იყოს სიმწვავე არ იყოს მარილი აკლდეს აი გე და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სწორ რაღაცებს ბაზრობდი მე ვთქვა რომ ნუ აი ხო რაღაცა თითიდან გამოწოვილი მის სათქმელი პროსტა იყო თუ რაღაცა დუხი აკლდა ვიტყოდი ან რაღაცა ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა მე უბრალოდ შენ თვლი მოგებულს იმიტომ რომ პირველი მგონია რომ პირველი რაუნდი იმდენად მაგარი იყო რომ მე ძალიან რთული ეგ თამასა ყველა რაუნდში დადო ბითიც იცვლება და პირველ რაუნდში მოხდა ისეთი რამე რომ მოხდა სინერგია ბიტსა და შენ შორის რა და როცა ეს მეჩი იჩითება
მერე უკვე ისეთი ქიმია არის, რომ სხვა ბითებზე გიჭერს უკვე ახკმა რა, იმან იმდენად ატმოსფერო, პირველი ფანჩია, პირველი მომენტია, ჰაიპია, ხვდები და Young-თან ეგ მომენტი არ მქონდა პირველი ბითის და მისის სინერგია არ მქონდა განცდა, მქონდა ისეთი შეგრძნება და თან იმის მერე შეიძლება და ძალიან მაგარი რამე უთხარი, რომ მე შენ ახლა გაიგეთე პიროვნების breakdown-ი და შენ ახლა რეალურად მე თუ რამეზე მომაჯობ, იასწინია რომ იქნება ან ზედმეტი წონა, ან რაღაცა ფიზიკურზე გამახვილებული რა. როცა ბევრად რაღაც სერიოზულ ბაზარზე ვართ მოსულები რა. ხო, რა და აქედან გამომდინარე მე მისი ნათქვამები, რომელიც იყო ზუსტად ეს რაც შენ თქვი, იყო იმაზე მეტი ვიდრე ჩემეზე თუნა ყოფილიყო. იმიტომ რომ პირველი ამითი რაღაც პონჩი შენ რაც უთხარი ტაქტიკურად მაგან გაამართლა, იმიტომ რომ ემინემის არ იყოს რომ მე ვარ ესეთი, აჰა უთხარი ამ ხალხს ისეთი რამე რაც ჩემზე არ იცის, ხო? დაახლოებით ეგ გადაზღვევა იყო და მე შეიძლება მაგის დამსახურება რომ Young Mike-ის ეგეთ ნათქვამებს კიდევ უფრო კაი, ხო ბიჭო, აღარ უნდა რა ეგ თუ რაღაც. იმიტომ რომ მე მის ბარებში რა, როგორი ტექნიკურად განვითარ ისიც არ უნდა იყოს. ნუ როგორ გითხრა ხა ბოქსაც რო უყურებ, ხა მარტო 12 რაუნდი ტექნიკურად მაგას ხო არ უყურებ რა, იქ body language მნიშვნელობა აქვს, punch-ის სიძლიერეს მნიშვნელობა აქვს და მე უფრო აი იქ დავინახე და მაგიტო დავწერე. ანუ მე მომყავს არგუმენტი პოლიტიკური კონტექსტიდან გარეშე, რატომ გონია რომ სუფთა ჰიპ-ჰოპურად მოიგო პელე. აი, მაგრამ ყველას მაგას ვერ მოთხოვ. ხო ხტები? ანუ რას ვერ მოთხოვ, ვიცი იმას, რომ აი მაგალითად, როგორც აი ქირურგი ხა ოპერაციას რო აკეთებს ეს ხო გადაშლის ხოლმე იმას და სხვადასხვა ინსტრუმენტები უდევს რა. შენც გიდევს ეგრე სხვადასხვა ინსტრუმენტები. პროსტა უნდა გადაწყვიტო რომლით მიდიხარ რაღაცის გასაჭრელად რა. და ეგ ინსტრუმენტები არის თუნდაც ბიჭო არ ვიცი ქართულად რა ქვია მაგ რაღაცას რა. ანუ აი ინფოპოვად რუსები როგორც ეძახიან რა. ანუ ის ინფორმაცია რომელიც შეგიძლია საშენოდ გამოიყენო რომ punchline-ი ვიღაცას დაუწერო. ანუ ეს ანუ წარმოიდგინე დიდი მატრიცაა ეს ინფორმაციები ესე არსებობს და შენ პროსტა უნდა გადასკროლო და რაღაცეები უნდა ამოირჩიო რომელიც მოგეწონება იმ თემისთვის რა, იმიტომ რომ იცი რომ crowd-ი წაიღებს, იყიდის ამ თემას შენ მხარეს გადაიტან რა, თორე შეიძლება შენ თვითონ მაგრა გეკიდოს ის ოცნების რუპორია თუ რა არის რა, პროსტა იცი რომ იმუშავებს და მორჩა. ხო, არა, ნუ ტაქტიკის ნაწილია მესმის რა და თორე ანუ ტიპ შენ ამბობ ვიღაცამ რო დაწერა ოცნების რუპორი? ხო და ანუ ეგეთი რაღაცა ისინი რა ბიჭო ეგ ფარდოვანი ისინი ეწერა რა. აი ხო არის პოლიტიკაში ისმის ხოლმე ძირითადად მოისროლეს პოლიტიკურ სანაგვეზე. რაღაცა ეგეთი სიტყვები ეწერა. იცი რატო? იმიტომ ეწერა რომ ანუ ბევრი ისეთი ადამიანია კომენტარებდა რომელიც მანამდე არ იყო შეხებაში კულტურასთან. მაგიტომ ვამბობ რა, იმიტომ რომ აი ხარ რო ნახო მაგალითად თუნდაც PvP-სგან დადებული რა ბეთლი რაც არის. იქ უფრო ნახავ უფრო ისეთ კომენტარებს რომელიც ეთყობა რომ ტიპი ნუ გარგვეულია რა. აი სხვებმა რომ დადეს და დააშერეს სოციალებში იქ ეთყობათ ადამიანებს რა კომენტარებზე რომ ანუ არიციან თემა. ხვდები ანუ ვიღაცებისთვის გეთანხმები რომ წარმოუდგენელია რა ანუ ეხა რომ უყურებს თუ ეს კულტურა არიცის რომ ერთი მეორეს ეგეთ რაღაცას ეუნება რა აი გავთ ათახსირა თუ რაღაც და ვინც არიცის ვერ მიხვდება ეხა რომ იმასაც რა ქვია Young-საც თავისი დიფენსი აქვს, ტაქტიკა აქვს, ის ყვავილი ტყუილა არ ეჭირა, რავი 1000 რამეა რა და ბევრი საინტერესო რამე ხდება ხო და ნუ არ ეკובה რას ვიზავთ ეხა რა მაგრამ თავისი ფლება აქვს რომ თავისი აზრები გამოხატოს ნებისმიერმა ეგრე ანუ რაღაც პონჩი ჩემი აზრით მგონია რომ აი ჩემზე აი არის კიდე რაღაცა ლეველი რომელსაც მე ვერ ვეწევი მაგდონეზე რა როგორც ეგ ტიპები რა ვიცი არა ნახე როგორ აი ამას ჩვენ ახლა ხო არ ვამბობთ რაღაცა სნობურ პონჩი რა გონზე არ არიან თუ რაღაც просто ვიძახით იმას რომ ეს ვიღაცა ტიპი მართლა ვინც არის ვფიქრობს რომ აი როგორ რა ანუ ყველას ვაფშე რაღაცა ლეველი გვაქვს იმისი ვიღაცის გაგონილიდან გამომდინარე რამდენის უფლებას ვაძლევთ ჩვენ თავს რა და შეიძლება ის ტიპი ჯერ ისე ვერ მოეშვა რამდენადაც შენ ხო და ჯერ ვერ გაუგია მაგრამ აი ჩვენც ხო ვართ აი მაგალითად წეღანაც მოვყევი რომ აი რაღაცაზე დავატორმოზე რომ აი სპონსორი არ მინდა და აი სპონსორი არ მინდა და ეგეც ხო რაღაც პონჩი იქიდან მოდის რომ ვიღაცას მოусმინე ალბათ იმიტომ რომ
სულ ვიღაცა საიდანღაც მოდის და გეუბნება რომ ის შეიძლება და ეს არ შეიძლება და ის მოსულა და არ მოსულა და თითქოს რაღაცა კონტინგენტი არსებობს რომლის მიმართაც რაღაცა მართალი ხარ თუ ესე მოიქცევი მართალი მე სხვანაირად მოიქცევი ამათ აღარევასები ვიღაცეებს ევასები იტოქში და წვეტი ციკლი არის იტოქში რა მაგას ეგ მეც გქონია ეგ თემა და მაგას ვერაფერს ვერ უზავ ერთადერთი რაც არის შესაძლებელი რომ შენ თავთან იყო მართალი და რაღაც პონჩი იმუნიტეტიც გიმომშავდება როცა რაღაც ანცნობად ტიპი ხარ ან ხალხისთვის ნაცნობი ხარ მე უკვე გინდა არ გინდა ეხა მე მახსოვს მაგალითად ანუ თავიდან რომ რაღაცებს მაგალითად ვაკეთებდი რა გინდა YouTube იყოს გინდა ტელევიზია იყოს აუ ძალიან ინტერესით უყურებდი რომ აი შეცდოში ხა ჩემზე რა აზრის ანუ გაუსწორდა ხალხს თუ არ გაუსწორდა და რაღაცა შეიძლება ძალიან ისეთენ გინება ან კრიტიკა ან რაღაცა მურტალი აუ ამაზე მაგრა დაგურზულიყავი რა ტიპთან ვინ არის და პროფაილი მენა ეხა საერთოდ ნული აი რეაქცია არის ნული ხვდები ხო რა თქმა უნდა ეგეც დროთა განმავლობაში მოდის რა და მე რაღაც მომენტში ხო ანუ აღარ შედიხარ იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ისეთი მომენტი იყოს რომ ან ნასვამიერი იყოს და შეიძლება რაღაცა ყლეობა უპასუხო იმ მომენტში შენც რა ხო და მე შეიძლება ტოქსიკურ პონს ხო რა არ უნდა შეყვე რა აზრი არა აი და ჩემი ცოლის დაქალების კომენტარებში იცი რა წამიკითხი ანუ მაგ ტიპს რა უნდა მოთხოვო ვაფშე რომ აი გაგინებს თუ რაღაცა რა ბიჭო რაღაცა იმ ბოლო სერია რაც იყო დადებული მაქედან გამომდინარე ლანძღავდნენ ტიპს რომელიც ანუ ამ ქალს გონია რომ ის ტიპი და ეს ტიპი ერთი და იგივე ვიღაცები არიან რა აბა გეუნები ჩემი მეგობარი არის ეკადემეტრაძე და ანუ ჩეცდოში თამაშობდა და იქ რაღაც ქმარს ღალატობდა თუ რაღაცა რა და რო შევიდა მაღაზიაში რაღაცა პროდუქტებს იღებდა თუ რაღაცა და ეს გახედა და ის მოვიდა ქალბატონი აი ესე დახვდნენ რა ხვდები და აი გაციებულები იყვნენ მის მიმართ ხვდები და ანუ აი ეგ წარმოიდგინე ხა ამისკენ მიდრეკილ ადამიანს ხო და მე წავიკითხე ისე წერა რომ ლევანიკო საზიზღარი ქართველი კაცის ანალოგია თუ რაღაცა როგორ ანერვიულებს დედამისს თუ რაღაცა ასიძახ წერილები მოდიოდა საწყალი ქალი როგორ ნერვიულობს ანუ იქ სადღაც იმაში მუშაობსო და ეს კიდე ნახე განათხოვარ ქალებს დაძდევს ეს არაკაციო რო გაჩერდა ერთი პერიოდი ადრე ეგ სერიალი ერთი 8 თვით იყო გაჩერებული წარმოიდგინე 8000 წერილი მოვიდა production-თან რა მოვიდა 8000 წერილი ესე ტომრებით ელაკათ ტიპებს რომ განაახლეთ და თქვენი პასუხისგებლობა როცა ადამიანებს რაღაცაზე შეაჩვევთ მე ესე როგორ შეიძლება და ზოგი საყვედე რომ ზოგი ოღონდ განაახლეთ და ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს თქვათ ბევრი ადამიანი რომელიც ეგეთი რაღაცებისკენ მიდრეკილია წარმოიდგინე ბეთლსაც ხვანაერად აღიქვავს რა ბეთლებს რო დაუბრუნდეთ რას ფიქრობ აი ხა კაკრას ბანიზე ხო ბაზროდით მოსკას რო ეჯახება რას ფიქრობ მაგ ბეთლზე და თლიანად ვინ ფიქრობ ვინ არის ფავორიტი და შენ ეზეთ ვინ გაიმარჯვებს ბიჭო ნახე როგორი პონტი არის ბანის აქ ჩეთი რა რასაც ანუ ძალიან რთულია რომ რაღაცა დაუპირისპირო ვინც არ უნდა იყო რა ანუ ყავს ლაივში მოსვენილი ლაივში კი იქ რა ქვია მონოჰოლში წინა სეზონი კი ფინალის დროს off season ფინალი აი კაკრას ეგ ფაქტორიც მუშაობს ახლოდან და ისე არა ანუ ხო რა ის ფაქტორი რომ თან ახალგაზრდა სიგარეტს არ ეწევა დიხანია ანუ ეს სტამინა ხო მოხსნათა აქ იქ რაღაცა ემინემი ევასება ანუ ეგ უკვე იმას ნიშნავს რომ ის იცის რომ უკეთესად უნდა გარებო მაქსიმალისტია რაღაც პუნქტში ხო და მაქსიმალისტის ხო ეგ მომენტიც არის და თან ანუ რაც არ უნდა იბაზროს რა ლაივში ისე მოაქვს რომ დაუღალავაჩვება მაგას და ვერ მოვგებ რა ანუ შენ ფიქრობ რომ ყველაზე დიდი ფავორიტი ახლა არის ბანი ბიჭო ვაიბი მოაქვს ან დარბას ეგრევე თავისკენ მიყავს დარბაზი და მე ხო დამთავრებული ამბავია რა ეგ არის აი ბევრს ვეუბნები რომ აი რატო გევასებათ ბათლში როცა ანუ მეორე უნდა იყოთ თქვენ. როცა ანუ პირველი რო ხარ ეგრევე პირველ შტაბეჭდილებას შენახდნენ. ხო. ნუ წნეხიც არის პირველი რო იწყებ. იმიტომ რომ თან როგორ არის ანუ შენ საქმეს იშორებ ეგრევე შენ ბაზარ შეუშვებ მე დროს იტოვებ რო იფიქრო მოусმინო რას გებაზრება
და ანუ crowd შენ მხარეს რო წაიყვან მე იმის იქით წაყვანა ძალიან რთული არის რა ყველაფერს თავის მინუს პლუსები აქვს ეხლა საქართველოში rebuttal-ს რასაც ეძახიან ეგ იყოს ანუ და ძალიან მოხოდილი პონტი იყოს მაშინ მაგ შემთხვევაში მეორე რო ხარ პირიქით გირჩევნია მაგ კუთხით ოღონდ მარტო რომ რაღაცა ისეთი თქواس რომელსაც შენ მე უპასუხებ რა მაგრამ პირველობას თავისი მუღამი აქვს იმიტომ რომ იწებ იმისი rebuttal-ის გარეშე ჯერ არაფერი სათქმელი არ აქვს და შენ თქმის არ იყოს ხო crowd-ი თუ დაითრიე მე რაღაცა უპირატესობა გაქვს რაღაცა ის გაქვს რა ვინ შეგონია რომ ყველაზე დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ბანის ვა ანუ ვის აქვს საქართველოში შენ თავზე არ გეკითხები შენს გარდა ვინ არის ისეთი ვინც გონია რომ ტაჰასაც არ ვიძახი აი ბანი და დანარჩენისას და ჩემი აზრით იქ ტაჰა და ბანი სანახავი არის მეორეთ რა ხო იმის მერე ძალიან განვითარდა კი იმიტომ რომ თვითონაც მისთვის პირველი ბეთლი იყო მაგრამ ტაჰა რას იძახის მართლაც იცი ანუ იმას რატო არავინ არ იძახის რომ ჩემთვისაც პირველი ბეთლი იყო კი აკაპელები ბაზარი არა მაგრამ ეს ბიტზე თავისთვისაც პირველი იყო რა მაგრამ იქ იყო რაღაცა ცხარებთები შეჭამა რაღაცა ყელი ისე გამართულად ვეღარ იმაშებოდა და მაგის გამო ვიღაცას გონია რომ ვეღარ ისუნთქა თუ რაღაცა და სინამდვილე ხო ხდები რა უკეთეს იმას ანუ შენავაბრო შეიძლება ამ ეტაპზე რომ რემატჩი იყოს ტაჰასი და ბანის ტაჰა იძახის რომ მაშინო აკაპელა სეზონიც უნდა მოიგოსო რა ორივე უნდა კონდეს მოგებულიო როგორც მეო ხო და მაგის მუღამზე თუ ეს წავიდა და აკაპელა მოიგო, მაგრამ მან რა მომენტი არის, იცი, რომელი აკაპელა უნდა მოიგო, რომელიც არ არის. ხო, მაგრამ რო იქნება ალბათ მე მომენტი. ხო, მაგრამ მაგრამ მე სიამონებით ვნახავდი და ტაჰა და ბანის მე მაშინაც არ მეგონა სვიფი ეგ, ბევრი იძახდა სვიფი და მეთქი არ არის მეთქი სვიფი, მინიმუმ ერთ რაუნდს მაინც ბანის მივცემდი. და ეხლა კიდე საერთოდ ხო, ისე მოიხოდა ბანი, აი ეხლა მაგალითად ბანისთან ნაბაზრი მქონდა მაგის დაცვაზე რა. საერთოდ არ ქონა დაცვა დალაგებული. იმის მერე მაგრა დაამუღამა, როცა ქონდა ფინალი, როგორც იდგა და როგორც ატρუხებდა იმის სიტყვებს, იმას ჯერ ტაჰასთან ვერ ახერხებდა რა, და ეხა პატარაა თან ასაკითაც. იმდენი რამე ისწავლა და ტაჰას ძალიან მაგარი დიფენსი ქონდა ამასთან. ბანისთან რა და მიუხედავად მაგისა კიდე მაგრა გაუკაჩა იკაიფე იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მაშინ თქვა რომ აუ რა მაგარი ბავშვია რა მაგრა მოდის და აიძმაო ეს და საღოლ მაგას და ისი არ წაუგია რომ ვიღაცებს აუ გადაუარა და რაღაცები ეთქვათ და სიამოვნებით ვნახავდი ეხა იმიტომ რომ მართლა მაგარი ბეთლი იქნებოდა მართლა მაგარი და ბევრად უფრო თანაბარი და მე რა მოხდებოდა უკვე მაგას ვნახავდით რა და ანუ მოსკასთან რას ფიქრობ ანუ არ ფიქრობ რომ ისეთი კონკურენცია იქნება თუ ძალიან დაჯაბრნის ხა ეს. ჩემი აზრით ბიტებსაც გააჩნია რა, იმიტომ რომ მოსკა არის აი კონკრეტულ ჟანრს აკეთებს და ის კონკრეტული ის არის რა, მოედანი სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ ვადის ფეხებზე ყიდია ეგ რა, ანუ ტაში და უკარი და იბაზრებს რა. ვა საინტერესო ბეთლი იქნება და ვიქნები და გაიჩითეთ თქვენც ორში ხო და მე მაგრამ შემიძლია ცეკვებმა ეხა რა რასაც უყურე იქ პირველი ეტაპი ჩატარდა რა და ეხა ვაფშე მაგას უფრო ველოდები რა მართლა ხო და მაგ დღეს მე მგონი იქნება ეგ არ დადებულა თუ დაიწყო არა ინტერნეტში არ დადებულა ჯერ და ეხა ორში ბანი და მოსკა ორივე თაობენ მაგ ივენტზე არის უკვე მგონი მეოთხე ფინალები მაგ ცეკვისაც რა მერე იქნება ბეთლის მერე არ მანამდე ეს ხო ის იქნება პიკი და მეინ კარდი არის ეს ბათლი იდეაში რა დავინტრიგდი უკვე იქ რაღაცები ვა საინტერესო არა ბიჭოც გეხო გეუნები არა აი სუმაგას ვიხსენებ ხოლმე რომ ეხაც ძალიან ბევრი შენიშვნა თქვეს flow-ზე და PvP-ზე და ნუ აი ეხა მე ხო ვიცნობ ბიჭებს რა და ყველასთან მაგის ახსნაში ვიყავი რომ თლად მასე არა მეც რაღაცები არ გამისწორდა და მეც რაღაცებში არ ვეთანხმები გიოსაც კი უთხარი რუსიას რომ მეთქი აი არ გეთანხმები მაგრამ პონტი ის არის რომ მაგიტო ასწორებს რა ურთიერთობა ჩვენი რომ ანუ მე შემილია ეს გითხრა შენ შეგიძლია სხვა რამე მითხრა და რაღაც პონტში ანუ დავემთხვეთ რა იმან ჩემი არგუმენტები გაიგო მე მისი ხო ხდები ხო და ეგ სხვა ამბავია ხო და ძალიან საინტერესო იქნება მოსკასი და ბანის ბეთლი ჩემი აზრით იმიტომ რომ მოსკა ძალიან მოემზადებოდა კი თან მანდ როგორი მომენტი არის იცი ეხა ისეთ ასაკში არიან ეგენი რომ შენ შეიძლება არ გახსოვს შენი თავი როგორი იყავი მაგ ასაკში ხო მაგრამ
აი ბევრ რაღაცაზე წაფსვლელი მაგალითად აი არავის რო არის ერთ სიტყვას რო არ გაუტარებ არავის და ყველაფერს რომ მნიშვნელობა აქვს მაგ მომენტში რა და ეხა მაგათანაც იქნებოდა რაღაცა მიმოწერები რაღაცეები და დარწმუნებული ვარ რომ იქ რაღაცეებს იბაზრებენ ერთმანეთზე ის ანუ მარტო თვითონ რო იციან TikTok-ში მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა იქ შე რო იქ იყავი და მე რო იქ ვიყავი და მაგრამ ბიჭო აი ეგ მომენტი რუსებს აქვთ ისეთ აბსურდამდე დაყვანილი რაღაც ისტორიების გახსენება და ვინ რომელ წელში და ანუ მე მგონი რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა სადაც მიდის ბეთლი იმენა პანჩლაინების გარეშე ხო ანუ მაგაზე მე ხო ჩვენ დღეს მე მგონი იმენა ანუ ხუთი წუთი ტიპები გამოდიან და შენ მაშინ თქვი რომ ზებრები არ გევასებოდა. ხო, და თამადა იყავი კორპორატიული ზებრა. ნახეთ სურათი ბავშვობაში ზებრასთან ერთად აქ. გვეღადავები თუ გვატყუებ, ბრატ? ხო, გვატყუებ, ბრატ. აქ ხალხმა პატივი იქცა, ბრატ, და შენ თუ ამ ხალხს აქეთ პატივს არ ცემ, ბრატ. მაშინ ქუჩაც აღარ გცემს რაღაცა პატივს, ბრატ. და მე დარჩები მაგ კამერები და განათებებით, შეიძლება ჯიბეში ჩემზე მეტი გედოს, მაგრამ აი ამ ხალხის თვალში ვეღარ, ბრატ. ხო, ანუ და აი ეგენი მიდის რა. ფაქტები მე დიდად არ მიყვარს რა, ეგ ფაქტები რა. მაგრამ აი რა არის, იცი? აი როგორ მიაწვდი გააჩნია. სლავას ტოქსის მედლზეც ხო იგი იყო, რომ ეს პაპკა რო გაუძრო რა. აი რომ რა მნიშვნელობა ქონდა ამ პაპკიდან ეხა რა ინფორმაციას გავაზრობდით, თქვენ ხო დაიჯერებდითო რა. კი და მაგაზე მე ისიც ეუნება სლავა KPSS-ი, რომ ანუ იმდენ სუ ფაქტებს რო იძახიან, რომ პანჩლაინები აღარ გაქვს რა მძაფრიო და დღეს უყურებთო ბეთლრებსო პანჩლაინების გარეშეო და ხვალ ნახავთო პორნოსო ქალების გარეშეო რა. ანუ ეგეთი რაღაც მაგალითი მოიყვანა, რომ ანუ მარტო ფაქტები და მარტო ფილოსოფოსობაო არ გამოვა ჰიპ-ჰოპში და ერთ-ერთი ისეთი არგუმენტი იყო ვიღაც დაეთანხმა ვიღაცა არა, მაგრამ ჟიურისთვის ქონა მაგას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ანუ ყველაფერი რაც ერთმანეთთან პრეტენზია ქონდა ამ სლავა KPSS-მა უპასუხა ყველა იმას და კიდე აქეთ გაუტრაკა რა საბოლოოდ რა გნოინი. ხო და ბაზარი არ არის. ძალიან საინტერესო სეზონი იქნება, მაგრამ ანუ ისეთ სხვა აბსურდამდეც აქვს დაყვანილი ბეთლრები რა. ანუ ისეთი ტიპები გამოდიან და ისეთ რაღაცეებს ბაზრობენ, რომ აი ვაფშე წარმოუდგენელია, აი მაქსიმუმ ერთი ირლანდიელი ტიპი არის, მგონი ოშეი თავგადაპარსული სუპივა უჭირავს მაგარი მთვრალი ირლანდიელი იქაური ინგლისურით ბაზრობს ვაფშე და აი ისეთ აბსურდს გააძრობს TikTok-ში და ტიპს ეუბნება რომ ეხლა მუხლებზე დაუდგები და მოგიწოვო რა ბეთლში ეუბნება ტიპს და იმან ხო რაღაცეები იბაზრა და კიდე ამის რაუნდი დაიწყო და ის ეუბნება რა მაგარი გამოყლებული ხარო TikTok-შიო წინა რაუნდში გითხარი რომ მუხლებზე დაუდგები და მოგიწოვო და მაგაზე ერთი ფრისტაილი არ გაგიძრია შიქ ხო არ გაქო რა და წარმოიდგინე იმან ტაქტიკურად ვაფშე რანაბიჯი გადადგა რა ხო რომ მე ეს ანუ ეს შენი მიზეზი გათვალო რომ მე ეს წამოეძახა რუსეთში გააძრო ტიპმა რომ ნამდვილი მამაკაცები ისინი არიან ვისაც რაღაცა უცდია რომ რაღაცა მერლინ მენსორივე თავისივე აიღო ნეკლები ამოიღო და რაღაცა ხო რა ყველა კაცს უფიქრია მაგაზეო რა ტიპი რა გამოყენებულია რატო გადაწყვიტა რომ ყველა თავის სახელით მერე ვიღაცა სხვა ტიპი გამოვიდა და იმან რა უპასუხა იცი ნამდვილი კაცები ისინი კი არ არიანო ვინც ეს გაიფიქრაო ნამდვილი კაცები ისინი არიან ვინც ეს გააკეთაო რა აუ დაჟე შენ ეგ რა არის ხო და ან მიდი და ეხა ამას ელაპარაკე შენ რაღაც პიროვნულად რა შეცდომა დაუშვი აი მახსოვს რომელიღაცამ 3 რაუნდი რომ კუდარმამაზე ეღადავებოდა არა იქ ძალიან დაუკრეფავში გადადიან რა ხო მაგრამ კიდიათ ეხა და სანამდე კიდიათ ხო პირდაპირულად არავინ არ იღებს მაგრამ აქ ბოლომდე კიდე კიბოზე ეღადავებოდა ტიპს ოღონდ ანუ ტიპმა რაღაცამ აი ძალიან ემოურპონში გააძრო რა რო სიმსივნე მაქვს ხოაზე ხარ მოი დაიბრალა რო რაღაცა ხოაზე ხარ რა და მაგაზე ქონდა ანუ კიბოზე ქონდა მთელი რაუნდი პანჩლაინები რა იქ ძალიან ამეტანი მოძით ეგ მე არ მევასება ახლა რა ხო მაგრამ რახან იცი რო ტიპი იბრალებს ხო ეგ სხვა არის თუ იბრალებს და რაღაცა თუ იცი უეჭველი არა მაგ თემაში იყო რა არის რაღაცები აი მაგ ფუშათიმ რო გადისა დრეიკი რა
story of Adedon თუ რაღაც ქვია მაგ იმას და მან Drake-ზე გადაობს რა და ძალიან ისეთ რაღაცებს ეუბნება და Drake-ს ყავდა მაშინ ავად მეგობარი რა იწვა საუნდტრეკში იბრძდებოდა ტიპი და ანუ მაგაზე ტიკ დრო გადის და Devil Smile და რაღაცებს იძახდა და ნუ ამეტანია ჩემთვის ეხა ყველას თავისი თემა აქვს მაგრამ მე დიდად ვერ кайფობ თეთრკანიანებმა ძირითადად აი კანადელი ბუგორები რო არა ხო იცი ნავარჯიშები კრეკს რო გაიკეთებდა ეგრე ფეცთეის და ისიც ეგრე იყო მაგის ბრატი რო იყო ვიტოქში ეგ იყო რა თავის თავს ეძახა და ან წარდგენს რომ genius on drugs რა ეგრე პოზიციონერებდა რომ მე ვარ გენიოსი ნარკოტიკებში არც მალავდა ანუ დაჟე იმას ფეცთეის და მაგას მოუწიათ ბეთლის მაგაცებს ერთმანეთში რა და ესე უუბნება რომ მე ნარკომანიაზე როგორ დამცინი ხარო ერთი და იგივე პეპსის ბანკიდან ვეწევითო კრექსო რა ხო იგი ფეცთეიც ხონებული კი იყო ეგ ძალიან უაზროდ დაგვტოვა ძალიან არა მაგარი დაჟე არ მჯეროდა თავიდან და მე მაგრა გამიტოცა მაგარი ისეთი კი კაი ტიპი იყო რა მაგარი კაი კაცი იყო ანუ ამერიკელებს ერთი ეგ უკაჩავდა რა მაქედან ყველაზე ხარ ხო ბიჭო გაასწორა თქში ლაპარაკმა და თან აი მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე ალტერნატიული ლიგის თემა არ გაიჩითა და გასაგები მიზეზების გამო ბიჭო პოდიში ის გამახსენდა რა მეიხანა ქვია აზერების აუ მეიხანა ხო ჟანრი ხო მეიხანა მე ხო თქვი რომ სანამ დამთავრდება დავსერჩავ მეთქი შენ ეგრევე აქედან ვერ ამოშლი გააძრე ხო და გაასწორა ბეთმაც ბეთსაც შეიძლება და ბევრი საუბარი კიდე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბეთლი ისეთი რამეა რომ ეხა ან მართლა ცალკე რაღაცა რეაქშენ ვიდეო უნდა გააკეთო სადაც ყველა ლაინის breakdown-ი გააკეთო და ჩაშალო ან არა და კიდე ის არის თან ვითომეტეს შენთან და მაგას მიხენათია მიხედავს რა თქმა უნდა ხო და მე ვფიქრობ რომ უფრო მინდოდა გაგვიგო რაღაცა იმებზე არ გადავ ანუ რეაქციები რო არის რა ანუ რეაქტებს რო იღებენ ტიპები ეხა აი მაქსიმუმ რამოდენიმე ტიპი არის ნათი აგერ ზიკო არის და აი ვინც იცის რას უყურებს რა რა თქმა უნდა და კაია რომ ეგენი არის იმიტომ რომ მე სხვა აი ჩემი თავის პონჩი ამოღამებენ რაღაც ჩემი ცოლი ნათიას უყურებდა რომ გაეგო რაღაცეები რა არის ბარი და ორმაგი ხო ანუ მაგალითად ანუ ნათიას რეკომენდაციას იმ პონჩი უწევ რომ წეღან რაზეც ვიბაზრეთ ამდენი ხანი რომ შენ თუ გინდა რომ გაცნობიერებული იყო რას უყურებ აი აქ რა უყურე და ამას უყურე სახელმძღვანელოა მოკლედ ხო თორე სხვას რო უყურო რა მაგალითად როგორი რაღაც შეიძლება მოხდეს იცი პროსტა ეს ტიპი რაღაც რედბული უჭირავს დალია და აუ მაგარი გაუძრო დედასფიცა ვარ ხოლმე ხარ და ანუ შენ შეიძლება ეთანხმებოდე კი შენ შეიძლება ეთანხმებოდე რომ შენთვისაც მაგარი გაუძრო მაგრამ ეს უკვე რაღაცა ორი კაცი რო იჩითებით უკვე ძალაა რა და უკვე ატრაკებთ რომ იმენა ეგრეა და მორჩა რა ხო არა მეტმა უნდა ნახოს რომ იმიტომ რომ მე ანუ შენ აქეთ გიტრაკებენ და უკვე პრეტენზია აქვს მაგრამ რომ შენ წმეტი იციან რა კი არა ნახოთ აუცილებლად ნათიასთან ნათია ძალიან მაგარია იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მე არ ვიცი ხა სპონსორი მგონი გააძრო თუ არა ვიცრო მაგრამ ძალიან დიდი ხანი ჩარიჩოვდა და მე იმედი მაქვს მე ყურადღებას მიექცევ იმიტომ რომ მართლა ძალიან კაი რამეს აკეთებს ეხა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ბეთლ რეპი და რასაც ნათია აკეთებს მარტო ბეთლ რეპის პონჩი კი არა რეპის პონჩიც ძალიან გამოგადგებად ლირიქსი რა არის როგორ ეწყობა ბარი რა არის რაღაცა და დრამატურგია რაუნდების და ასე შემდეგ ტაქტიკა თვითონაც MC-ა ბეთლ MC-ა წარსულში და ანუ ისეთია რა კომპეტენტურია ძალიან ბევრი საინტერესო რამეს ამბობს თქში გაასწორა ძალიან საუბარმა მეორედ ხარ ჩემთან და გამიხარდა პოდკასტის დაწყებას და კიდევ ერთხელ ყველას მადლობა ვინც ახლა გვიყურებს და ანუ მერეც ყოველ კვირაში ერთხელ როგორც აქამდე ვაკეთებდით გავად ხოლმე მაგრამ subscribe-ი ლაიქი შენ ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ასევე კიდე კითხვების რაც გაგიჩნდებათ რაც აქ თუ რამე არ გაგისწორდათ ან ისურვებდით რომ ამის სხვა თემაზეც გვებაზრა ეგეც დაწერეთ და ვინგიდან სტურად მოწერეთ აუცილებლად ასევე მადლობა პელეცმაო